გამარჯობა, მისალმების მენელებს და მაყურებლებს. დღეს ჩვენი სტუმარია ავტომობილელი მეგლუდ მელაძე. გამარჯობა. როგორ გზანდებით? ბრძანების რა მოგახსენოთ, მაგრამ ადვილად მოხვედით. 10 საათზე ვქონდა ვიწერთ ამას გაგანია პიკის საათში და. ხო, ადვილად მოხვედი, ცოტა რთული საკითხია, მაგრამ აქ ვარ. ხო, დღეს ძირითადად რაც მინდა საუბარი არის ჩვენი მანქანის მართვის კულტურა ზოგადად, ქუჩაში მოძრაობა, გადაადგილება. თან ამ პოდკასტსაც ბევრი ვინც ხვდება ხოლმე რომ მანქანაში უსმენენ და ძალიან ბევრი მსმენელი ხო ჩვენ მანქანაში მოგვისმენს და მანქანის მართვის დროს და ფაქტია რომ ქუჩაში რაღაც ბევრი პრობლემა გვაქვს. აი ვინც მანქანით დადის არ არსებობს რომ ერთხელ მაინც რაღაცაზე არ გაბრაზდე, სანამ A პუნქტიდან B პუნქტში მიხვალ და რა არის ძირითადი აი პრობლემა ჩვენი რა რატო ვერ დავდივართ კარგად, თორემ თუ არ გვაქვს გამართულად მოძრაობა. ხო, ანუ ერთ კონკრეტულზე რო იყოს ამოკიდებული ძალიან კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ ერთს იოლად მოაგვარებ როგორც რთული იყოს რა. მაგრამ აქ კომბინირებულია ჩვენი პრობლემები, ანუ სხვადასხვა მცირე და დიდისგან არის აკინძული, ასე ვთქვათ რა და იმიტომაც არის ის მდგომარეობა, რაც გვაქვს. ძალიან მარტივად რო ჩავშალოთ, ესე ვიტყვი რა, ნახეთ როგორ რაღაცა. თუ ჩვენ წავედით და ფაქტია რომ წავედით იმ გზით, რომ ქალაქის ცენტრი მაღლდება, ანუ მაღალსართულიანი ბინები შენდება ქალაქის ცენტრში. ეს ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ ჩინური მაგალითიც არის მაგალითი, არის ქალაქები, სადაც ძალიან მაღალსართულიანი ძალიან ბევრი ესეთი შენობაა და შესაბამისად სართულებად არის გზებიც, იმიტომ რომ უნდა მიხვიდე, როგორც მინიმუმ ამ წელიწადზე უნდა მიხვიდე. რაც ჩვენ შემთხვევაში ესე არის, ანუ ევროპული ხაზი გვიჭირავს იმ ხრივ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ნაკლები ავტომობილი და ასე შემდეგ და პარალელურად ვაშენებთ ქალაქის ცენტრში მაღალსართულიან შენობებს. ერთმანეთთან თავსებადი არ არის ეს ორი, იმიტომ რომ ევროპული ქალაქები, ანუ დედაქალაქები, ქალაქის ცენტრში იშვიათს ნახავთ თქვენ საერთოდ მაღალ შენობას და შესაბამისად, ანუ ნაკლებ ადამიანს უწევს, ანუ მობილობა ესეთია, რომ ნაკლები გადაადგილება უწევს ვიდრე თბილისის ცენტრი, და თბილისის ცენტრი არის გადახუნზრული, ესე ვიტყოდი, ანუ საერთოდ არ გაიხედავთ, ყველგან უკვე მაღალსართულიანი შენობებია და ქუჩები დარჩა იგივე სიგანეში და პირიქით რაღაც კონკრეტულ ადგილებზე დავიწყო და უფრო გაცილებით მეტი შუქნიშანი დამონტაჟდა ვიდრე ოდესმე იყო. მის ქვეშ გადასასვლელებმაც ფუნქციები შეიცვალეს, უფრო სავაჭრო ცენტრებად გადაიქცნენ და იგივე ადგილას ზემოთ გაკეთდა ზებრა გადასასვლელები, და ანუ ორი ერთმანეთთან ნაყუდეგე მხარე დგას პრინციპში. სხვადასხვა მხარეს ვიკაჩებით. ხო, და ხო, როცა ესე აკეთებ, ანუ თოქს იქი და აქეთ კაჩავ, ან გაწყდება, ან სანამ გაუძლებს დაახლოებით მდგომარეობაში. მაგრამ სიტუაცია ისეთია, რომ ხა ცენტრში ვიღაც ქუჩებს გააგანიერებ და შენობებსაც ვერსად ვერ წაიღებ. თან ემატება და სადღაც არ ვიცი რაღაცა გამოსავალი რა იქნება, ალბათ ასე იქნება ქალაქის ცენტრი, ხო? ხო, ანუ ყველა ვარიანტში ჩემი აზრით ქალაქის ცენტრის მშენებლობების ეს ნაკადი უნდა შეჩერდეს. ეხლაც ვსაუბრობთ, მე ვიცი რომ რამდენიმე ცათამბჯენის პროექტი არის უკვე, რომელიც ქალაქის ცენტრში ან საბურთალოზე ლოკეშიც დაემატება. ეხლა ნახეთ როგორ რაღაცა კომერციული თვალსაზრისით რო შევხედოთ, ანუ ის კონკრეტული სუბიექტები, ვინც ამას აშენებენ, მათთვის ბიზნესი და მომგებიანია და რატომაც არა, მაგრამ სწორედ ეს არის, ანუ ბალანსი აქ უნდა აკეთოს ქალაქის ხელისუფალმა, რომ ანუ კი ვიღაცისთვის ბიზნესია, შეიძლება რაღაცა მომენტში შემოსავალი ქალაქის მუნიციპალიტეტშიც აისახოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პრობლემას გვიქმნის, ანუ ყველას აბსოლუტურად, მათ შორის იმათაც, ვინც ამ შენობებს აშენებენ. გადაადგილება ხო აბსოლუტურად ყველას გვინდა. თან პრობლემა ეს არის, რომ ის ხალხი, ვინც ეს ქალაქის ცენტრში ესეთ სუპერთანამედროვე ოფისებს ან ბინებს იძენენ, ხო, ყველა შემთხვევაში ავტომობილებით გადაადგილდებიან. ანუ იშვიათია, რომ ამას აკეთებდეს და იმას არ აკეთებდეს, ხო? ანუ შესაბამისად, შემდეგ ის ხალხი არის, ვინც დისკომფორტში ყველაზე უფრო მეტად ვარდება დისკომფორტში და გამოსავალს ეძებს. ანუ არ გამოდის ესე ორივე ერთად. თან ნახეთ როგორ რაღაცა თუ ვაკეთებთ იმას, რომ
ფეხით მოსწავლეზე იყოს აქცენტი, ხო, ესეთია დღევანდელი აქცენტები ჩვენი ქალაქის მმართველობის ფეხით მოსწავლეებს თავარი მაშინ მათ ჩვენეთ ძველი უბნები ნებისმიერი იქნება ეს ვერა, თაწმინდა, სოლოლაკი თუ ასე შემდეგ, სადაც ტროტუარები არის ზედმიწევნით მოწყობილი ფეხით მოსწავლეებისთვის და მით უმეტეს შეშემოპირებისთვის. თქვენ ქუჩაში ვერ ნახავთ შეშემოპირს რო გადაადგილდებოდეს, იმიტომ რომ მათთვის უბრალოდ შეუძლებელია ტროტუარების საერთოდ მოუწყობელია. მარტო ერთი და ორი ცენტრალური ქუჩა ხო არის, სადაც ყველაფერი მოწყობილია. ან მარტო ის ავტობუსი, ამ ავტობუსებამდე ხო უნდა მოვიდეს როგორღაც რა, იმიტომ რომ ისინი სადაც არის ხომ ხშირად იქაც ისეთი მოუხერხებლად არის მოწყობილი, ესე კი ქვია ფორმალურად რო არის, მაგრამ ხო, უნდა იყოს კი მინიმუმ ძლეოსანი უნდა იყოს, რომ იქ როგორღაც შევიდეს ან გამოვიდეს, ხო, ესეა. და ამიტომ ნახეთ როგორ კიდე ეგ ნაწილიც ანუ აცდენილია, ვამბობთ ამას, ვაკეთებთ იმას, ესე გამოდის დაახლოებით და მარტო ეგ არა ველობილიკები ავიღოთ მაგალითისთვის რა, ველობილიკების შეკრულ წრეს ვერ მაჩვენებთ ჯერ რა, ყველა შემთხვევაში ველობილიკი სადღაც ძალიან უხერხულად მთავრდება და შემდეგ უნდა შეერიოს ნაკადს, რაც ურთულესია და ამიტომაც არის რომ ესე აქტიურად ველოსიპედზე გადაждდომა არ მოხდა და კიდევ ერთი მიზეზი, ვამბობთ რომ ველოსიპედი არის პრიორიტეტი უნდა იყოს ველოსიპედი, ჩვენი ქალაქი არის, ქალაქის გეოგრაფია არის აღმართ და აღმართზე აწყობილი, რაც ურთულესია იმის ველოსიპედი გადაადგილდება. ამსტერდამს ვერ შევედრებით ამ კუთხით, იმიტომ რომ იქ სიბტყეა და ძალიან მარტივია ამის გაკეთება და ჩვენ შემთხვევაში ესე იყო თავიდანვე აწყობილი. ჩვენ შემთხვევაში ამის გადაწყობა არის ურთულესი, მაგალითად თუ იგივე ჭავჭავაძე ჩამოიარა ველოსიპედმა, შემდეგ ხო უნდა აუხიოს, ავიდეს ამ ვერაზე როგორღაც, თუ იქ ცხოვრობს, ხო, როგორ წარმოგიდგენთ რომ უნდა ავიდეს, იქ ტროტუარებზე შეუძლებელია რომ ავიდეს, ესე იგი სავალი ნაწილი უნდა დაიკავოს ავტომობილის, ხო, ავტომობილი უკან მიმავალი ველოსიპედის უკან, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან შენელებული და თან იმისთვის, ვინც გადაადგილდება ველოსიპედით, აღმართზე ასვლა არის ურთულესი. და მით უმეტეს ჩვენ კლიმატიც ისეთი გვაქვს რა, ან ძალიან ცხელა, ან რაღაც მომენტში ძალიან ცივა, რაც ასევე დისკომფორტი არის. ხო, რახანაკეთ წაიღო საუბარმა, ერთია პოლიტიკა მიმართულებით და მეორეა მძღოლები როგორ ვიქცევით და მოდი ჯერ მაშინ პოლიტიკაზე ვილაპარაკოთ, მერე გადავიდეთ მძღოლებზე. თქვენესთან ახალმა რეაბილიტირებულმა ქუჩებმა გაამართლა ბასლაინების სისტემამ. თითქოს როცა ბასლაინი არ იყო, მაშინ მაინც იყო საცობები. თვალთ მაგას ვერ დააბრალებ რა. არა, აგიხსნით როგორ არის, ნახეთ, რიგ შემთხვევებში, ბასლეინები არის საჭირო ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ კონკრეტული ქუჩებზე უნდა მოახერხოს საზოგადოებრივ ტრანსპორტმა შეუფერხებლად გადაადგილება, ამას არავინ არ ეწინააღმდეგება. მაგრამ ამასაც აქვს რაღაც თავისი ნორმები, მოდი ასე ვთქვათ. იქ სადაც ისედაც არ ხდება ჩახერგვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არის დამატებითად საჭირო ბასლეინების არსებობა. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო მირიან მეფის ქუჩა დიღუმში, სადაც არ იყო საცობები და არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი და არც ავტომობილი საერთოდ არ იჭედებოდა, არ ქონდათ ეს პრობლემა და ეხლა ეს პრობლემა დგას. გადაადგილება იქ ნიშნავს, რომ მინიმუმ 20 წუთიანი დანაკარგი გაქვს აწეტილიდან ბ-წერტილში მისვლისთვის და თან იმდენად მოუქნელი იყო ამის გაკეთება, რომ ერთადერთია ხანს უსვამ მსოფლიოში ადგილი, სადაც ერთი ზოლიდან მეორედან უკან დაბრუნება გიწევს პირველ ზოლში, ესე გიწევს ერთი კონკრეტული ქუჩის გავლისთვის, რამოდენიმე ნახტომი გიწევს ზოლებს, თუ არა და კამერა გაჯარიმებს, იმიტომ რომ ეს კონკრეტული ზოლი მთავრდება იმ შუქნიშანთან, უნდა გადაეწყოს მთელი ნაკადი, მერე ის კონკრეტული ზოლი მთავრდება იმ შუქნიშანთან, იმიტომ რომ ის მხოლოდ მარჯვნივ იყოს და გადმოეწყოს ნაკადი, არ არსებობს ამის ანალოგია, შემიძლია ამაზე თავი დავდო, ერთადერთია. ამიტომ რიგ შემთხვევაში და უფრო უკეთესი მაგალითი იქნება პუშკინის ქუჩაზე, მაგალითად თავისუფლების მოედნიდან პუშკინის ქუჩაზე გაკეთდა ბასლეინი და შემდეგ იმიტომ რომ კატასტროფა მოხდა იქ, შემდეგ ეს ბასლეინი გაუქმდა და ეხლა არც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, არც ავტომობილს იქ პრობლემა არ აქვს. იქ სადაც პრობლემა ისედაც არ დგას, არ არის დამატებითად საჭირო და ბევრია ესეთი, უამრავ მაგალითს ჩამოვთვლი.
სადაც ან ხომ თავარია მე დაბრუნდეს ხომ თორე ცოტა ხა ყველა შეიძლება მოვიდეს მაგრამ თავარია მე ამოსწორება მოხდეს ყველაზე უფრო მეტი პრობლემა დღესაც გვაქვს სიჯუტია რა თუ რაღაცა არ გამოდის ამას არ უნდა ჯიუტობა შეიძლება რაღაცა არ გამოვიდეს შეიძლება გათვლა ამას კი აჩვენოს რომ კარგია მაგრამ საბოლოო ჯამში არ გამოდის თუ რაღაცა არ გამოდის ნუ უკან დახევა რაღაც მომენტში და სხვა მიმართულების არჩევა სულაც არ არის სათაკილო და ნუ ამას როგორღაც ამას თუ მივახსენებთ რომ ეს არ იქნება ხოლმე სათაკილო უკეთ ვიქნებით და აქვე მინდა ვთქვა შუქნიშნების თემაც, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მინიმუმ, ჯერ 1/11 შუქნიშანი ნიშნავს 1/11 მაპროვოცირებელს საცობისთვის, ანუ 1/11 მაპროვოცირებელია. უბრალოდ თუ გარდაუვალია რომ შუქნიშანი იყოს, ამ შემთხვევაში კეთდება შუქნიშანი. მაპროვოცირებელი რატო? იმიტომ რომ დიდი ნაკადი ჩერდება და მე სანამ დაიძურება ეგ ხო? ანუ ნებისმიერი 1/11 გაჩერება ნიშნავს 1/11 პრობლემას, იმიტომ რომ თავიდან აჩქარების აღება ნიშნავს რომ აქ შეფერხება მოხდა. ყველა შემთხვევაში ისე არ არის უბრალოდ გავჭერით ნაკადი, არა, ანუ გაჩერება და თავიდან დაზრა, ეს არის დროის დიდი დანაკარგი. მინიმუმ თითოეულ ავტომობილზე, როგორც მინიმუმ პირველ ავტომობილზე, დაახლოებით 10 წამიანი დანაკარგი, რაც დაახლოებით მე-20 ავტომობილთან უკვე წუთზე მეტ დანაკარგს ნიშნავს რა. და ყოველი ესეთი კიდევ ერთი ჭრა და ერთი ჭრა არის ძალიან ბევრი დრო. საბოლოო ჯამში სადაც მიხვიდოდი 3 წუთში უკვე გჭირდება 3 მაგურად უკვე 15 წუთი კონკრეტულ მონაკვეთზე ამბობ. და თან დაუშვათ და ეს მაინც გარდაუვალი იყო იქ სადაც გაკეთდა შუქნიშნები, რომ იყო შუქნიშნები, ხო? ამას ერთმანეთთან სინქრონიზება ჭირდება, როგორც მინიმუმ. ანუ ღამე რო გაიაროთ ბევრ ქუჩაზე, აბსოლუტურად ბევრი, ანუ იშვიათია სადაც მწვანეები ისეთი ზოლით მუშაობს ერთმანეთთან, რომელიც გაძლევს უფლებას, რომ ერთიანად გაიარო. მაგალითად, ქეთევან წამებულზე აეროპორტის მხრიდან რომ მოვდივართ, იქ არის უკვე ეგრეთ წოდებული მწვანე ტალღა, სადაც ერთმანეთს იზეებება შუქნიშნები, რომ მწვანეზე გამოდიხარ. მწვანე დაემთხვა შემდეგ. მწვანეზე გამოდიხარ, რაც სწორია, ესე უნდა იყოს, მაგრამ ერთი ქუჩაა მხოლოდ ესე, ანუ უამრავი დანარჩენი ქუჩა არის, სადაც ერთმანეთს არ ემთხვევა ეს მწვანეები და ნუ ყაზბეგი აქ ვართ ახლოს და ყაზბეგის ქუჩაზე შუაღამესაც რო გაიაროთ ყოველ მომდევნოზე დაგხვდება წითელი, რაც არასწორია და თან ეკოლოგიურადაც არასწორია, ანუ თუ ეკოლოგიაზე ვზრუნავთ დაძვრის მომენტში აქვს ყველაზე დიდი გამონაბოლქვი ავტომობილს. ამიტომ არც ეკოლოგიურად არის სწორი, არც საცობებისთვის არის სწორი და არც ნერვული სისტემისთვის არის სწორი, იმიტომ რომ ყველა 10 მეტრში და 20 მეტრში გაჩერება და თავიდან დაძვრა, რა თქმა უნდა, მინიმუმ ქშლის თავიდან ბოლომდე შენს ფსიქოლოგია შლის და სამსახურში მიდიხარ უკვე აღრენილი, როცა იქ ადგილზე ხარ მისურვე. და ნებისმიერ ჩვენთაგანს, ანუ გზაგს სადღაც წასვლა, რომ ეხლა იქ რა გავა, იქ როგორ მოვხდები. და ნუ კიდევ ერთ სიტყვი ვარემ, რადგან ეს ყველაფერი ჩამოთვალე. მარაგში ძალიან ბევრია პრინციპში, ანუ ერთი გადაცემა და ორი ამას ალბათ არ ეყოფა, მაგრამ მაინც რა არის ძირითადი რაც ქმნის ამას. ეს არის საპარკინგო სივრცეების შემცირება და შემცირება. მე ვფიქრობ, რომ კონკრეტულ უბნებში კონკრეტული საპარკინგო სივრცეები უნდა იყოს სართულიანი შექმნილი და ერთიანი გადასახადის ქვეშ უნდა იყოს მოქცეული. მაგალითისთვის წელიწადში არა 800 ლარიანის 1 ლარიანს ის მაგივრად რო ანაცვლებს ის 800 ლარიანი, იმიტომ რომ ძალიან ძვირია ეს ჩვენი მოსახლეობისთვის, ანუ ბევრს არ აქვს იმის საშუალება რომ 800 ლარი გადაიხადოს, იმიტომ რომ მე ქალაქში მოძრაობს რა, შეუძლებელია ეს. მე ვთვლი რომ სადღაც აი დღევანდელი საზომით რო ავიღო, სადღაც 200 ლარი შეიძლება იყოს წელიწადში წლიური გადასახადი პარკირების, რომელიც ეს სართულებიან პარკინგებზეც მოგცემდა საშუალებას რომ შეხვიდე და გააჩერო. ანუ იქნება ეს საკუთარ სახლთან თუ სადმე სხვა უბანს სადაც მიხვედი, ანუ სივრცეები უნდა იყოს, სადაც შევა გააჩერებს და იქ სამსახურშია თუ ასე შემდეგ, ანუ თავისუფლად ეცოდინება რომ იქ სივრცეები არის. შეიძლება ფეხით გავლა რაღაც მოუწვიოს, რაღაც მანძილს, მაგრამ იცის რომ საპარკინგო სივრცე არის, სადაც ავტომობილს თავისუფლად გააჩერებს და შემდეგ თავის საქმეს მიხედავს. ან თუ ამ გზით არ მივდივართ და ანუ ავტობუსზე უნდა გადავждეთ აბსოლუტურად ყველა, რასაც მე არ ვეთანხმები რომ ყველა უნდა გადავждეთ, ვისაც აქვს ამის ფუფუნება სიტყვაზე სახლი და სამსახური იმ ზოლზეა, სადაც გადაждდომა გადმოждდობა და რაღაცები არ უწევს, უფრო მარტივად ან ერთი გადაждდომა უწევს, მარტივად მივად ამას აკეთებს, რატომაც არ ამის წინააღმდეგ საერთოდ არ ვარ რა, მაგრამ ის რომ ყველა გადავждდეთ გინდა თუ არა ავტობუსზე, ნუ ეს ჩემი აზრითაც არასწორია და იმათი აზრითაც, ვინც ეს გეგმა შეიმუშავეს, არასწორია, იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის
20-53 წელს გეგმის მიხედვით 1.5%-ით მეტი ადამიანი გამოიყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ესია გეგმაში, ანუ არ არის კატასტროფული ციფრი, ანუ 1.5%-ს მაშინ რატო არის ესეთი ფორსირება, რომ გინდა თუ არ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავждეთ, ხო? როცა ის ვინც კვლევა გააკეთა და ვინც გეგმა დაგვიდო, ის არ ამბობს, რომ ესე იქნება. მაგრამ აქ შეცდომა რაც არის ჩემი გადმოსახედიდან, პროექტში მოცემულია, რომ 20-53 წელს 98,000 კაცი თბილისში ივლის ველოსიპედით. ანუ რაც შეუძლებელია კიდევ 98,000. კი, ანუ 8% რა, დღეს არის არაფერი და 8% იმ ადამიანების, ვინც ავტომობილს იყენებს, გადაждდება ველოსიპედზე, ესია გეგმაში და საერთოდ არ არის მოხსენებული მოტოტრანსპორტი. არც სკუტერები და არც მოტოტრანსპორტი საერთოდ გეგმაში არ არის. რაც ჩემი აზრით ასევე შეცდომა თავიდანვე უკვე დაშვებული, იმიტომ რომ ხედავთ რომ უფრო მომძლავრდა მოტოტრანსპორტი, იმიტომ რომ ეს ყველაზე მოქნილი აღმოჩნდა ჩვენი ქალაქისთვის, როგორც პარკირებისთვის, ისე გადაადგილების ყველაზე უფრო მოქნილია და მერიაც იძულებული გახდა რომ ბასლეინებზე უკვე დაშვება გაეკეთებინა, რომ მათ ვისაც ვიღაცა ზრუნავს ეს ხაზგასმა ყოფილიყო, რეალურად ეს საერთოდ არ არის პროექტში და თავისით განვითარდა ამ მიმართულებით. ანუ თუ ეს შეცდომები დაშვებული იქნა ამ პროექტის შედგენის დროს, ხო, ფაქტია, ესე იგი რომ შეცდომები იყო. ხო, ანუ ამის გარდა რატო არ შეიძლება რომ სხვა შეცდომებიც იყოს რა. ჩემი აზრით თავიდან ბოლომდე გადასახედია ეს პოლიტიკა, ანუ სატრანსპორტო პოლიტიკა და რაღაცა ცვლილებები არის სასწრაფოდ შესწავლით ჯერ კიდევ სანამ რაღაცის ცვლილება შეიძლება და ვფიქრობ რომ კი უცხოელი სპეციალისტები კარგია, იმიტომ რომ მათ დიდი გამოცდილება აქვს სხვა ქვეყნებში, მაგრამ ქართველი სპეციალისტები ყველა შემთხვევაში უნდა იყვნენ ჩართული სხვადასხვა დარგის, ვისაც ამ მიმართულებით რაიმე ხელშეხება აქვს, იმიტომ რომ მათ ისევე ეთქივათ ეს ყველაფერი როგორც ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, იმიტომ რომ აქ ცხოვრობენ, აქ გადაადგილდებიან და ის რაც ვიღაცამ გამოთვალა, მათ კისერზე გადაივლის, ისევე როგორც ჩვენი ყველას კისერზე. ამიტომ ვფიქრობ რომ ეს კიდევ ერთხელ შეიძლება რომ განხილული იყოს, რაღაც მომენტები ჩანაცვლებული იყოს, რაც კარგია, რა თქმა უნდა, დარჩეს და რაღაც მომენტები ჩანაცვლებული იყოს, რომ კიდევ უფრო წინ კატასტროფის სცენაში არ დავდგეთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მივალთ იქამდე, რომ მე ვამბობდი, რომ საბოლოოდ ჩვენ ტაილანდს დავემსგავსებით, მეთქი, ანუ მოტოსატრანსპორტო საშუალებებია, ეს შუქრინშანზე ფოტოებიც კი მაქვს წლების წინ დადებული, რომ მეთქი მივალთ მან, როცა შუქრინშანთან იდგება წინ ეს მოტოციკლეტების ნაკადი და შემდეგ მოტოციკლეტების ნაკადი და შემდეგ იქნება ავტომობილების რიგი ავტომობილებისა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში გამორიცხული იქნება და ნუ ფაქტია რომ რაც უკვე წინ მივიდივართ, აქ მივიდივართ, რაც ძალიან არ მინდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ესთეტიკურად არ მომწონს, ანუ თბილისი არ მომწონს ესთეტიკურად მოტოციკლეტებით გადატვირთული, ვერ ამ ორ რაღაცას ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებ და თან ყველაფერთან ერთად, ანუ ჩვენი ძირძველი ქალაქის რაღაც ხიბლი, რაც ჰქონდა ჩვენს ქალაქს და რითიც ამაყობს აბსოლუტურად ყველა ევროპული ქალაქი, რომელიც არ უნდა პარიზია, პრაღა, რაც არ უნდა იყოს, აი ამ თავის სიძველის ეფექტი და ხიბლი დაიკარგა თბილისში, და ჩაიკარგა ამ მაღალ შენობებში და ვთვლი რომ ამ მიმართულებითაც რაღაცა გვაქვს მოსაგვარებელი. მე მუშაობდი City Park-ი გაიხსნა, იქ მომიწე რამდენიმე თვე მუშაობა და ჯერ კიდევ მაშინ იყო საუბარი, რომ კერძო პარკინგები უნდა აშენდეს ქალაქის ცენტრში და სხვა გამოსავალი არ არის, მაგრამ ვერ ხდება, ნუ ერთი წელიც არ აშენებულა. და ნუ კერძო ბიზნესისთვის როგორც ჩანს არ არის მომგებიანი, ვერ იქნება. ანუ ისევ სახელმწიფომ დააშენოს, ხო, ესე გამოდის. ნახეთ რაღაც მაგრამ თან აი სად რაღაც მაშინ უკვე რაღაც არსებული შენობა უნდა დაანგრიო, იმიტომ რომ კი, აუხსნი. გზის პირას თუ არ იქნა, ხო? აუხსნი, არ არის პრობლემა. ნახეთ, თავიდანვე მაგალითისთვის, როდესაც ქალაქის მერმა გამოაცხადა, რომ პეკინზე, როცა მშენებლობა მიდიოდა ქუჩის ქვეშ, ანუ ერთხელად გადასცემდა ბიზნეს ნებისმიერს, ვინც პარკირებებს გააკეთებდა ამ ტერიტორიას, რო პარკირებები გააკეთებინა, არც ერთი ადამიანი არ გამოეხმაურა ამას. რატო? ხო, ნუ დავსვათ კითხვა რატო? ანუ ანალიზი ჭირდება ყველაფერზე, ყველაფერი ანალიზზე და სტატისტიკაზე დგას. ყველა ქვეყანაში აბსოლუტურად სამწუხაროდ ჩვენთან არ სტატისტიკა ძალიან მწირი გვაქვს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ამას შემდეგ უფრო ჩავუღრმავდეთ. რატო? ხო, იმიტომ რომ ბიზნესისთვის ეს დღეს
არ იქნება მომგებიანი. ანუ ვიღაცამ პრეცედენტი უნდა შექმნას, რომ ეს სისტემა მუშაობს. და ბიზნესის როცა რისკს წევ, ხო, ანუ ძალიან ბევრი ფულის დახარჯვა უწევს კონკრეტულ ბიზნესს იმისთვის, რომ ეს რაღაცა შექმნას და ძალიან დიდი დრო იმისთვის, რომ ეს ხო უკუგება აქედან ნახოს, რაც უფრო მარტივია, როცა აშენებს რაღაც სათამბჯენს და პირდაპირ ხედავს უკუგებას, პირდაპირ მოკლევადაში ხედავს ამას ყველაფერს, ეს გრძელვადიან პერსპექტივა, ეს მოკლევადიან. თან გრძელვადიან პერსპექტივაში ნდობა გინდა. ანუ უნდა ენდობოდე სახელმწიფოს ამ შემთხვევაში, როცა პარკინგს აკეთებ, რომ ეს იმუშავებს თუ არ იმუშავებს, თავიდან ბოლომდე შემდეგ მოწყობაზეა ამ ყველაფრის და რამდენად იქნება ეს წინ წაწეული, ანუ როგორ მომართავთ ყველაფერს, რომ ეხლა მაგალითისთვის იგივე პოლიციელებიც, როდესაც ხშირად ყოფილა, რომ მე მithქვამს, რომ ავტომობილები ისე არიან ჩახერგილი, ტროტუარზე გაჩხერილი და ასე შემდეგ, რომ ანუ ჩემს თვალწინ ყოფილა, როცა ეტლით მოასეირნებს დედა შვილს გადმოდის გზის სავალ ნაწილზე, იმიტომ რომ იქ უბრალოდ ჩახერგილია და როცა პოლიციისთვის მithქვამს, რომ ეს ჩახერგილია რაღაცა უნდა ქნათ, რომ ბავშვებმა გაიარონ სკოლაში მიდიან და ასე შემდეგ. ის პოლიციელიც, იმიტომ რომ ამ სისტემაში აი აქ ცხოვრობს, იმისათვის ეს ყოველდღიურობაა. ხო, ნუ რა ქნას იძახის რა, ნუ რა ქნას, რას ქვია, რა ქნას, რაღაცა ქნას, ანუ ტროტუარი არის, მინიმუმ ტროტუარი არის ფეხით მოსწარულეების, ხო? ანუ რა ქნასზე მივდივართ და შემდეგ ეს ყველაფერი მე მასიურად ესე არის. აი რა ვქნა, სადღაც რომ მიდის აი იმ რა ქნას, ამ რა ქნას და მოჯადებული წრე. კი, ესეთი წრე არის რა და ზუსტად ეს არის რა, რომ ანუ არ უნდა დავეყდნოთ იმას, რომ ანუ ადამიანები თვითონ იპოვიან რაღაცა სხვა გამოსავალს რა, ჩვენ როცა სახელმწიფო ვართ ამ შემთხვევაში, ხო, უნდა შევქმნათ ამ გამოსავლის რაღაცა მიმართულებები, რომ ამ ადამიანები მე გადაწყვიტონ, რომ ამ მიმართულებით წავა, იმ მიმართულებით ანუ იზოლება ნებისმიერ შემთხვევაში არ მუშაობს. ეხლა ამ შემთხვევაში აი პარკირებებს გავაქრობ, ავტომობილებს შევზღუდავ, ამას შუქნის შემს დავამატებ, რაღაცებს ვიზამ და ხალხი გადაждდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ჯერ ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის ამისთვის იმიტომ რომ მეტროს სადგურები არ დამატებულა, რაც ყველაზე უფრო მეტად იყო საჭირო და ჭყლეტვაა ხოლმე მეტროში და შემდეგ იზოლება, რაც შინაგანად გიქმნის პროტესტს, ანუ ბაღშიც კი ბავშვებუნები რომ იქ უნდა დაждდე, ხო ის სულ ცდილობს რომ იქ არ იყოს რა. პროტესტია შინაგანად. გზა უნდა შემიქმნა კომფორტული, რომ მე იქ მინდეს წასვლა. ანუ მაგალითად რომ რატო უნდა ყველას შეერთებულ შტატებში წასვლა, ანუ ყველას ცდილობს ზოგი მექსიკის, ზოგი იმიტომ ჩაახსნოს იქამდე, იმიტომ რომ იმ ქვეყანაში არის უკეთესობა ვიდრე დანარჩენ ქვეყანაში. ხო რატო არ გვინდა რომ ზიმბაბვეში ჩავიდეთ, ხო არც არაფერი წინააღმდეგობა არ მაქვს, ან ერთ ქვეყანასთან, ან მეორე ქვეყანასთან, ხო, მაგრამ იქ გვინდა და იქ არ გვინდა. რატო არ გვინდა? ძალიან მარტივია რა, იმიტომ რომ იქ ჯობია. შესაბამისად ზუსტად იგივე სისტემა მუშაობს ნებისმიერ მიმართულებით რა და თუ ჩვენ გვექნება ანუ ძალიან კომფორტული იქნება ჩემთვის რაღაც, ანუ უფრო კომფორტული ვიდრე ეს მიმართულება, მაშინ იმ მიმართულებას ავირჩევ. ხო, ძნელია თქვა ავტობუსები რო იყო რა, ალბათ ავტობუსების დამატება რაოდენობაში რო უფრო ჩქარა იაროს, ხო, ალბათ სხვანაირად მეტი კომფორტული როგორ უნდა გახადო. ავტობუსებშიც არის ჭეჭყვა და პიკის საათში ისიც ძალიან არაკომფორტულია, შეიძლება ასვლაც კი ვერ მოახერხო, იმდენი ხალხი არის ხოლმე რა. მეტროშიც ხანდახან ისე ჭეჭყვაში მოვყევი, ბოლოს რო ვიყავი, რომ გამოსვლა ძლებს მოვასწარი ვაგონიდან. დავუნოთ ავტობუსს. თქვათ რატო როგორ. აი ავტობუსებში შემთხვევაში რა უნდა ვქნათ? აი აგიხსნით. იყო მსჯელობა იმაზეც, რომ მიკროავტობუსები საერთოდ არ იქნებოდა და მხოლოდ ავტობუსები იქნებოდა, რაზეც სულ თავიდან დასაწყისშივე ანუ რამდენი შანსი მქონდა ყველგან ეს ინფორმაცია მიწოდებული მაქვს, ანუ როგორ ვფიქრობ, რა მაქვს ნანახი, რაზე მაქვს დამუშევა, იმიტომ რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ბევრი შეხვედრა გვაქვს ავტომობილ ფედერაციას, ესეთი მოწყობა გვაქვს ერთმანეთთან სულ შეხვედრები გვაქვს, უზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას, ასე შემდეგ. თქვი რომ ანუ მიკროავტობუსების გაუქმება გამორიცხული იქნებოდა და ავტობუსებზე თავიდან ბოლომდე ვერ გადავიდოდა, თბილისი ვერ გადაეწყობოდა, იმიტომ რომ ჩვენი ქუჩები, ანუ მოწყობა ჩვენი ქალაქის არ იძლევა მის საშუალებას. ძალიან რთულია ავტობუსები მიიყვანო აბსოლუტურად ყველა, გამორიცხულია, ანუ მხოლოდ ცენტრალურ გზებზე შეიძლება გამოიყენო ავტობუსების მომსახურება. მიკროავტობუსებისაც კი ურთულესია რიგ ქუჩებში, ისე არის თბილისის მოწყობა, რომ ურთულესია მიკროავტობუსიც კი მივიდეს ამ კონკრეტულ ადგილას, ხო? მაგრამ ნუ ყველაზე უფრო მეტად მაინც მასა აქვს შანსი.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ეხლაც ესე ვფიქრობ, არაფერი შემცვლი აზრი, მით უმეტეს უკვე პრაქტიკულად ჩანს ის ყველაფერი, რაზეც ადრე მხოლოდ ფიქრი შეიძლებოდა. უნდა იყოს ჰაბებივით მოწყობილი რაღაც კონკრეტულ ლოკაციები. მაგალითისთვის პატარა უბნებიდან მიკროავტობუსები და მსგავსი რაღაც სატრანსპორტო საშუალებები ან ალტერნატიული რაღაც საშუალებები, კიდაც იგივე ველოსიპედით. ხო. მოდიოდეს სპეციალურ ადგილას, სადაც პარკირება შეიძლება, იგივე ველოსიპედის პარკირება, ან მიკროავტობუსი ჩამოიყვანს, სადაც ავტობუსების შეკრება ხდება, ასე ვთქვათ, და შემდეგ აქედან სხვადასხვა მიმართულებით ამ ავტობუსების წასვლა. თუ მეტროს ვერ ვავითარებთ, მაშინ მეტროს პრინციპით მაინც უნდა გადაადგილდებოდეს ავტობუსი ადრე თუ გასლეენი უმთავრდება და შემდეგ ისევ საცობში დგას, აბსოლუტურად დახურული ქუჩაში კი შეიძლება იყოს, ანუ მეტროს პრინციპით მუშაობდეს, ან თუნდაც ესტაკადა იყოს მოწყობილი კონკრეტულად ავტობუსისთვის, რომ სადღაც არ იჭედებოდეს ავტობუსი, რომ მეტროს პრინციპით იმოზრავს. ანუ ამ კონკრეტული წერტილიდან იმ კონკრეტულ წერტილში გადაადგილებ და იქ შემდეგი ჰაბია. შეიძლება ორი ველოსიპედიც კი ყავდეს, ერთი აქ და ერთი იქ, თუ სამსახურთან ესე შენთვის კომფორტულია. აქ მიხვედი, გადაჭიქი მე მიგიყვანა იმ კონკრეტულ ადგილამდე, იქ შემდეგ გადაადგილე. ან მანქანით თუნდაც ჩახვედი მანქანით, შეაყენე ეს სადღაც პარკირებაზე, სადაც აი ესეთი კონკრეტული ჰაბია, ჩაჭიქი შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე წახვედი, იმიტომ რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტამდე მისვლა, ანუ ზარღვიან ადგილამდე მისვლა არის რთული ჩვენს ქალაქში რა. ანუ ეხლა მე თვითონ ხანშესული ჩვენი მოქალაქეები ხო, ანუ სადღაც დაღმართზე ჩადიდი, დაღმართზე, იმიტომ რომ მე ავტობუსი სადღაც მიხვიდე და მე უკან დაბრუნდები სახში ისევ ამ აღმართს მიასკდე, არის ურთულესი, ანუ ყველას უჭირს რა. და ამიტომ ესეთი პრინციპით უნდა აეწყოს ჩვენი ქალაქი, უნდა თუ არ უნდა ამ მიმართულებით მაინც მიდის ნელ-ნელა, ანუ მიკროავტობუსების შემდეგ სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს კონკრეტულად მიმართულებად უნდა იყოს ჩემი აზრით და ავტომობილების მოხმარებაც უფრო იქნება მეჩხერი, იმიტომ რომ ეხლა რატო არის რომ არ ვართ მაგალითად გერმანული სისტემით არ ვართ, ანუ გერმანიაში ძალიან ხშირად არის ის რომ ერთ სამსახურში თუ მუშაობენ და სადღაც ერთ ადგილას და ახლობით ცხოვრობენ, ერთი გაუვლის დანარჩენებს, ჩასხდებიან მანქანაში, მივლენ სამსახურში. შემდეგ მეორე გამოვulis მეორე დღეს და ასე შემდეგ, რომ ნაკლებად დაიხარჯონ თვითონაც ანუ ფინანსურადაც და ნაკლები ტრანსპორტით გადაადგილდნენ. ჩვენთან ეს ვერ ხდება, იმიტომ რომ არ არის ესე მოწყობილი, რომ ანუ ერთ უბანშიც კი სადღაც ვიღაცას გაუვარო, ნიშნავს რომ გზა უნდა გაიმრუდო. თუ აქედან იქ მოხდი, იქიდან უკან ვეღარ მოხდები შემდეგ რა, ანუ სადღაც საცობში იჭედები და მეგობართან გავლაც კი არამს თუ სამსახურში წამოვიყვანოთ ყოველდღიურად რა, მეგობართან ისე მისვლაც კი გზის კომფორტი ვფიქრობ, რომ ეხლა იქ რომ მივიდე, იქიდან მე უკან როგორ გამოვიდე. ანუ ესეა წყობილი და თან მით უმეტეს უბანთან დაკავშირება ჩვენ ქალაქში არის ურთულესი. ანუ შიგნი რომელიღაც უბანში საბურთალო იქნება, მთაწმინდა იქნება თუ რაც იქნება ვარკეთილი იქნება თუ ასე შემდეგ, ასე თუ ისე გადაადგილება შესაძლებელი არის. მაგრამ როგორც კი უბნიდან უბანში გადასვლა კი, ანუ ვარკეთილიდან საბურთალოზე გამოდი, ნიშნავს რომ დახრეტა გირჩევნია ვიდრე ეგ გააკეთო, ან თუნდაც აქ საბურთალოდან ვერაზე გადადი, ხო? აქვე არის თითქოს გადადი გადმოდი, არის ძალიან რთული და ეს მაკავშირებელი გზები, თუ გზებს ვერ ვაკეთებთ, მაშინ ისეთი მიმართულებით მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მაინც შეეძლოს. აქ ძალიან სწრაფად და მარტივად მისვლა და რაღაც ჰაბივით ავტომობილით მივარდი იქ, გადავედი საზოგადოებრივ ტრანსპორტს და მივედი ჩემს სამსახურში. ხიდების დამატებაზეც არის ხოლმე საუბარი, ხო? რაღაც კიდე დამატებით ხიდები. ეხლა მაგალითად ბაგებში გადასასვლელმა ხიდმა ძალიან კარგი სიტუაცია, ხო? ბევრჯერ გამომადგა და ბევრად მალე მივედი საბურთალოდან ვაკეში, ვიდრე მივდიოდი ხო. უბრალოდ სულ ორი ცალი გვაქვს ესეთი, ანუ ერთი ხიდი და ერთი იპოდრომთან რაც გაკეთდა ესტაკადუკას ვეძახი, მე მაგას მინი ესტაკადას. ანუ ხაზზე კიდე რო ჩავდივარ და ესე ხო? არა, უბრალოდ საბურთალოდან რომ მოდიხარ, გვირაბში გამოდიოდი და შემდეგ ხო, თამარაშვილზე მოსასვლელი რო არის, იქ ანუ იქ ყოველთვის საცობი იყო და იმის შემდეგ რაც იქ ეს გაკეთდა, ანუ იქ საცობი არ არის, მაგრამ ეხლა უკვე შუქნიშანის მოდიფიკაციამ ყაზბეგთან უკვე ყაზბეგის კვეთა რო გიწევს იქ მოდიფიკაციამ, იმიტომ რომ დიდხანს გახარი იქ შუქნიშანზე, რამოდენიმე ფუნქცია ერთდროულად ერთვება ამ შუქნიშანს, ისევ იქ ნელა გროვდება ისევ ნაკადი, რაც ძალიან გულდასაწყვეტია და ყაზბეგიდან ჩამოსახვევიც კი მაგ ესტაკადისკენ კუთხოვანი გაკეთდა, ადრე მრგვალი იყო და ეხლა კუთხოვანი გაკეთდა, რაც გინდა არ გინდა უფრო შენელებას იწვევს ავტომობილს, რომელიც მანდუხობს და ნებისმიერი შენელება, ისევ როგორც შუქნიშანზე შენელება არის ისევე ახსოვს გაგარინის მოედანი, ხა ეგრე ჟვანიეს მოედანია, ხო? ჟვანიეს მოედანის რეაბილიტაცია რო იყო, თქვენ ამბობდით, რომ იქ კუთხოვანი მოხვევა გამოიწვევს
დამატებით შეანელებს ნაკაცო და საცობი დაიწყება ვებხვიდან მოყმედან, რაც არასდროს არ იყო მანამდე. იქ საცობი არ მახსოვს და როგორც კი გაიხსნა, მეორე დღეს მომიწია იქ გავლა და მახსოვს ვებხვიდან მოყმედეც არ ვიყავი, ჯერ მისური საცობი იყო. უკვე და გამახსენდა ეს ერთი-ორი დღით ადრე მქონდა ნახე თქვენი ინტერვიუ რა. და იქაც რავედი ზუსტად ორი ნაკადი მიდის და მე ორივე ერთად მანქანა ვეღარ უხვევდა, იმიტომ რომ ჩვენ ძღოლების პრობლემაც არის, რომ უხვევ არ ვიცი. არა, ძღოლების პრობლემა ეს არა. არა, ძღოლების პრობლემა მოსახვეში ძღოლების პრობლემა რო გვაქვს ეს კიდე თვითონ ეგეც ჩავშალოთ, რა ხდება, მაგრამ თუ ნახეთ როგორ არის ძალიან მარტივი ფორმულაა. თუ ფეხს დაუდებ, ანუ შენ თუ ფეხს დაუდებ და ვიღაცა დაეცემა ეს არ ნიშნავს რომ იმის ბრალია ვინც დაეცა. ეს იმას ნიშნავს ვინც ფეხი დაუდო იმის ბრალია. ანუ ამ შემთხვევაში კონკრეტული ჟურნალის მოედანი რა ვიყოთ რა. თუ შენ ისეთ გზას შემიქმნი, რომ მე ზეოსტატობა დამჭირდება იმის რომ ამ მოსახვეში გავიარო, ხო? ნუ მაშინ მე ვერ გავული. დავჭერ ხო? ხო, ვერ გავული, ეგეთი მაგარი არ ვარ რა. ანუ ყველა მრბოლელი ხო ვერ იქნება რომ ესე მოახერხოს რა. ანუ რაც თქვი რომ სიჩქარე იქ 30 კილომეტრზე მეტი არ იქნება, ფაქტია რომ იმაზე მეტი არ არის, გაცილებით ნაკლებია, ანუ 50-ით ავტომობილი ვერ გაევლის მეთქი და ნუ ფაქტია რომ ვერც გადის და იმიტომ რომ ის მოედანი როგორღაც არ ჩაიხერგოს, შუქნიშანი ძალიან დიდ ხანს მუშაობს, ან წუთზე მეტია მწვანე რომ აქედან როგორღაც გაწოვა მოხდეს ნაკადის და შარტავადან მომავალი ნაკადი კიდევ კარგი რომ 5 ზოლი ერთად არის, იმიტომ რომ იქ სულ რამოდენიმე წამია იმისთვის რომ ის ნაკადი გაიხსნას და იქ თუ ადრე თუ გვიან დაწრულდება თუ ამას ესე მოხდება შარტავას ქუჩა მერიდან დაიწყება მანცაცო, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ხანი მუშაობს იქ მწვანე. ამიტომ ბევრი ნიუანსგან შედგება როგორც ხო, მაგზეს არასდროს არ ვიჩვენ მაგის გამო, იმიტომ ძალიან ხო დიდი ხანი გიწევს მან გოგო. ხო, ანუ დრო არის ხარ აქვია ქუჩას. დრო არის ის რაც ყველაზე ძვირია და ჩვენ შემთხვევაში ეს არის რასაც საცობში ხარჯავთ, ან ძალიან ბევრ დროს ხარჯავთ საცობში და ჩვენი პროდუქტიულობა ამით ძალიან დაბალია, იმიტომ რომ დღეში 2 საათი საცობში ყოფნა ნიშნავს. ეს სისტემა იქეთევან წამებულზე რაც ახსენეთ, ძნელი არის ტექნოლოგიურად რომ დაინერგოს, თქო თუნდაც ყაზბეგზე და ეგეთი განიერგზებზე. ჩვენი შუქნიშნები თანამედროვე რაღაცა სხვა მომდევნო ქუჩებთანაც უნდა იყოს გადამული თუ შეიძლება მარტო თქო ქუჩაზე დავაყენოთ ეს. არა, ანუ მთელი ამ შუქნიშნების ხიბლი იმაშია, რომ ისინი ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული და ცენტრალური სისტემა უნდა ხედავდეს სად როგორ არის და იმის მიხედვით ცვლიდეს დროების რეჟიმს. დილა შუადღე თუ საღამოა შუქნიშანი სხვადასხვა რეჟიმში უნდა მუშაობდეს იმის მიხედვით საიდან როდის უფრო მეტი ნაკადი არის. ანუ თუ ამას ვერ ახერხებ პროგრამულად, არა და არის ესეთი შუქნიშნები, ამას უბრალოდ ჭირდება მინიმუმ ცოდნა. სმარტ ადრე ხო დააყენეს იყო ეს. აყენია, ოღონდ ხო უნდა გამართოს, ხო უნდა ჩართო, არ მუშაობს მაგას გეუბნები რა, ანუ აყენია. არსებობს პროგრამა, რომელშიც ვიღაცამ რაღაცა შეიტანოს, მონაცემები უნდა შეიტანო მინიმუმ, რომ რას დაეყდნოს ეს პროგრამა და ამის შემდეგ როგორ იმუშაოს. ანუ ერთმანეთთან როგორ იმუშაოს ამ ყველაფერმა. და ხშირ შემთხვევაში ბევრი ქვეყნის მაგალითი შემიძლია მოვიტანო, რომ იქით როცა მიდიხარ, დილას საუბრობთ, ყველა მიდის რაღაცა ქარხანაა მაგალითად. ფაქტია რომ ამ ქარხანაში იქით მიდის უმეტესი ნაკადი. ეს იმას ნიშნავს, რომ შუქნიშანი იძლევა იმ საშუალებას, რომ ეს ნაკადი იქით უფრო მეტად წავიდეს, ვიდრე უკან, იმიტომ რომ უკან ნაკადი ცოტაა. და პირიქით როცა ეს ქარხანა იხურება და უკან მოდის დიდი ნაკადი შუქნიშნების რეჟიმი იცვლება, იმიტომ რომ საცობი არ გაკეთეს. ძალიან მარტივად არის. 2-ჯერ 2 არის 4. უბრალოდ ამას ყველაფერს მინიმუმ იქ როგორაც დაინსტალირება ჭირდება, რომ ამ ჭკვერმა სისტემამ ამაზე დაყრდნობით, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემდეგ იმუშაოს. ან მინიმუმ ხედვით გათვალოს, აქვს მას ეს ფუნქციაც ასევე, ხედვით გათვალოს და ამ გათვლილის ინფორმაცია გადაამუშავოს და შეცვალოს რეჟიმი. და რაც შეეხება ცოდნამდე მივდივართ მაინც. მძღოლების ამბავშიც ცოდნა, ანუ კარგი მძღოლი ნიშნავს, რომ მან კარგად უნდა იცოდეს თავის საქმე და კარგად რო იცოდეს, მას მინიმუმ კვალიფიციური სწავლება ჭირდება. და დღეს რაც ხდება ჩვენთან, ანუ არც ერთ საავტომობილო სკოლას ოფიციალური რაიმე დოკუმენტი, რომ მან გაიარა რაიმე სწავლება, შემდეგ მას შეუძლია სწავლება, არ არსებობს. ნებისმიერს ეხლა
მე და თქვენ შეგვიძლია გავხსნათ შეპესე სკოლა დღესვე და დავიწყოთ მუშაობა მიუხედავად იმისა ამის კვალიფიკაცია გვაქვს თუ არა გვაქვს ანუ მოთხოვნა კვალიფიკაციაზე არ არის და არ არის თან მოთხოვნა იმ მიმართულებით ანუ ავტომობილის მართვაზე საუბარ რომელიც მსოფლიოში ყველაზე უფრო რისკიანი საქმეა ანუ არც ერთ პანდემიას არ წაუღია იმდენი სიცოცხლე რამდენი საგზაო შემთხვევას ანუ ყველაზე რისკიან საქმეში არ გვაქვს არანაირი რეგულირება, არანაირი სტანდარტი არ გვაქვს. არა, კაი თქვა სკოლებში ვერ ასწავლიან, გამოცდები ხო შეიძლება იყოს ისეთი, რომ მე სკოლას და იმას ვისაც მართლაც აღება უნდა იმას უწევდეს. გამოცდას ვერ გააკეთებ ისე, ანუ გამოცდები ქუჩაში გამოვიდა. ანუ მეც ვერაფერს ვერ იზამე. ანუ გამოცდები მაქსიმუმი რაც არის ქუჩაში გამოვიდა, მანდაც ცალკე პრობლემებია, კიდე ცალკე ერთი თემა არის, კიდე ცალკე რა პრობლემებიც არის, მან ანუ არ არის ისე როგორც უნდა იყოს, მაგას ამ შემთხვევაში შევეშოთ, მეც სახელმწიფო ვერ იზამს. არის ორნაწილიანი გამოცდა მოედანზე და გარეთ, მაგრამ ეს ვერ ამოწურავს თავიდან ბოლომდე იმ სიტუაციებს, რაც შეიძლება შეიქმნას მძღოლს გადაადგილების დროს. ანუ ძალიან ბევრი ნიუანსია, მაგალითად პარალელურ პარკინგს ქუჩაში ხო ვერ გააკეთებინებ, ანუ ქუჩა გადაიკეტება თუ პრეტენდენტმა არის ის რა, ხო? შესაბამისად, არც არის ჩადებული პროგრამაში, ის უბრალოდ სადღაც გადაადგილდება. არა და ყველაზე უფრო მეტად მინიმუმ პარკირება უჭირს აბსოლუტურ უმრავლესობას, ხო? მაგრამ ამას გამოსაზე ვერ იბარებ და ასე შემდეგ. რატომ არის მაგალითად რა, ევროპული სტანდარტების სხვადასხვანაირი და ყველაზე უფრო მეტად მაინც მე გერმანული და ავსტრიული მომწონს, იმიტომ რომ იქ სხვა დონეა აბსოლუტურად ავტომობილის მართვის არის შექმნილი მინიმალური პაკეტი, ანუ სკოლა ვალდებულია რომ გაატაროს მინიმუმ 20 გაკვეთილი. მოდი ესე ავიღოთ. მოსწავლე და ამის შემდეგ უკვე ინსტრუქტორი წყვეტს, რამდენად არის ის მზად იმის რომ გამოცდაზე გავიდეს თუ არ გავიდეს რა. თუ ის ჩათვლის რომ ის მზად არ არის, არ მისცემს იმის უფლებას რომ ის გამოცდაზე გავიდეს. და იმიტომ რომ ვიღაცას არ მოუნდეს რომ ანუ მარტო მე ანუ არავის არ გაუშვებ გამოცდაზე რა ვიტყვი რა ხარ ჯერ მზად არ ხარ ამიტომაც არის კონკურენცია სხვადასხვა ორგანიზაცია სხვადასხვა სკოლებია თუ ეს არ მოგწონს იმას იყენებ და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში რეიტინგზე დგას ეს ყველაფერი ანუ თუ ამ სკოლამ ამ სკოლის გამოსულა მოსწავლეებმა აბსოლუტურად უმრავლესობამ ჩააბარა გამოცდა ესე იგი ნიშნავს რომ ის არის კარგი სკოლა შესაბამისად ის ფასის წვირიღის და მოთხოვნას დიდია იმაზე და სკოლა რომელიც მოსწავლეების ვერ აბარებენ გამოცდას, მოდი ესე ვთქვათ, იმ სკოლაში საბოლოო ჯამში გაკოტრდება ეს სკოლა, იმიტომ რომ აღარავინ აღარ მივარ, ამ მნიშვნელობა რა ღირს, ანუ თუ ვერ ჩავაბარებ, არ მიღირს რა. და ამიტომ ანუ დღეს ჩვენთან სკოლას არ აქვს ინტერესი, რომ წარმატებით ჩააბაროს მის მოსწავლემ, ხო? უბრალოდ თვითონ სპორტული ინტერესი აქვს სისტემაში არ არის ჩადებული ინტერესი ანუ ხო? კი, ეგ არის. ანუ სისტემურად არ არის, თორემ მასწავლებელს სათომაც არ არა, მე ის სხვა სეტყვის და ადამიანურად გასაგებია მე ის. კი, ანუ ვერბალური იმაზე დავჭით ჯერ ისევ რა, რომ იმ მოსწავლე მე უთხრა, რომ ის აი მე იქ ჩავაბარე, აი ესეთი მით მოზრაოდ, მაგრამ იმ მასწავლებელსაც მინიმუმ რაღაც ზურგს უნდა უმაგრებდეს რა, ან რაღაც სისტემურად უნდა არსებობდეს, რა სერტიფიცირება რაღაცის, ან რაღაცა რა, რა ვიცი, არსებობდეს კვალიფიკაცია გვჭირდება ამ ხალხის რა. მასწავლებლის კვალიფიკაცია თუ სკოლაში ქართულის მასწავლებელს ჭირდება რაღაც დამადასტურებელი და კვალიფიკაცია ჭირდება, როგორ შეიძლება რომ ყველა საფრთხის შემცველ საქმიანობას არ ჭირდებოდეს რაღაცა დამადასტურებელი სერტიფიცირება, რომ ეს მასწავლებელი არის მასწავლებელი და ნუ რაღაციდან ჩამოვარდნილა, ხო? არ გვაქვს, ანუ ცოდნის დეფიციტი გვაქვს. სულთან ყველა მართულებით და მეტ-მეტის აქ. ეხლა კიდე თქვათ შეიძლება და ამ რაც ახსენეთ ამ სისტემაზე რომ გადავიდეთ და სულ დღეს დაიწყოს ამაზე მუშაობა, მაინც დიდი დრო დაჭირდება და უკვე ძალიან ბევრი მძღოლია დაგროვილი, ვისაც აქვს მართვის მოწმობა და ვინც ესეთი მარტივი გზა გამოიარა. აი ამ კატეგორიის მძღოლების კულტურა როგორ უნდა ამაღლდეს და ცნობიერება მართვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემაა ქუჩაში დადიხარ, მაგალითად ზოლიდან ზოლში ისე გადადიან, რომ მასაც მოხუვის მაჩვენებას არ თავენ მოსახვევში, მაგალითად სულ ფრთხილად ვარ, თუ გვერდზე მანქანა მომყვება, ყოველთვის მიჩვენა თავი დავიზღვიო და ჩავთვალო რომ არ იცის მოხვევა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ყოფილა, რომ ისე მოუხვევს და ისე გადმოაშენ ზოლში, რომ ვერც ხვდება საერთოდ. გაჩერება მაგალითად მანქანის პარკინგი, ანუ ბევრი პრობლემა არის და რა არის ამის გამოსწორების გზა, მაღალი ჯარიმები თუ აი როგორ უნდა ვქნათ, რომ ეს გამოსწორდეს და მეტი ყურადღება მივაქციოთ იმას, როგორ დავყავს მანქანა. ტიპიური ხა მეღიმება, იმიტომ რომ ტიპიური კითხვაშიც უკვე ტიპიური ქართული მიდგომა იყო კითხვაში. სწორედ მართლა, ახლა აგიხსნეთ რა.
ანუ ზუსტად ეგ მიდგომა აქვთ რა, ყველას, ვისაც ეს ხელეწიფება რომ რაღაცა შეცვალოს, რომ ეხლა უკვე იმ პრობლემების წინაშე ვართ რა, დღეს თუ დავიწყოთ ძალიან ბევრი დრო დაჭირდება და ამიტომ ჯობია რომ მოდი რაღაც მოკლე გამოსავალი ვიპოვოთ რა. არ დაგეთანხმებით არც თქვენ, არც მან ამაში. არა მე ვიკითხე არ ვთვლი გამოსავალი. დღესვე უნდა დავიწყოთ ის რომ 10-15 წლის მერე შედეგი მივიღოთ. ანუ თუ არ დავიწყეთ, არასდროს არ მივიღებთ ამ შედეგს. არანაირი შანსი არ გვაქვს რა. თუ ბაღის მოსწავლეებიდან დაწყებული, მე შემდეგ სკოლის მოსწავლეები, უმაღლეს სასწავლებლებში და შემდეგ თვითონ სკოლები, ვინც ავტოსკოლები, ვინც უკვე მართვას ასწავლიან, ეს ყველაფერი ანუ მთელი ციკლი უნდა შეიკრას ამისგან, პლუს ის რაც უკვე არსებულია, არსებულის გაპატიოსნება, ასე ვთქვათ რა, ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან აქტიურად უნდა იყოს სხვადასხვა სატელევიზიო თუ ესე თუნდაც პოდკასტები თუ ასე შემდეგ, სადაც ვისაუბრებთ თუ რა როგორ გამოვასწოროთ ეს ყველაფერი და ამასთან ერთად პარალელ რეჟიმში ძალიან დიდი როლი აქვს ანუ მაგის თქვა მინდა სახელმწიფო სტრუქტურებს რა. იმიტომ რომ აი ზოლიდან ზოლში გადაწყობა მაგალითად სადაც ჩვენ არ ვართ ცუდი ხალხი. მე ვერ დავეთანხმები ვერავის იმაზე. არა მე არ მithქვი ცუდი ხალხი ვართ და მე არ მithქვი თქვენ თქვით. არა უბრალოდ არ ვართ ცუდი ხალხი რომ აი ჩვენ არაფერი გვეშველება და არ ვართ ესეთები მართლა იმიტომ რომ ეს თუნდაც აქციებზე მდგარმა ხალხმა აჩვენა რომ მაღაზიები მუშაობდა აქეთ აქციები იყო და იქით მაღაზიები მუშაობდა არსად სოფლიოში მსგავსი რამე არ ყოფილა პრეცედენტი არ ყოფილა მარტო საქართველოში იყო და სადაც კარგად არის დახაზული ზოლები ხო იქაც ყველა ცდილობს რომ ზოლში ისე არ არის ზოლს კვეთავთ უბრალოდ ეს სადღაც ძალიან მალე მთავრდება. ანუ ზოლს არ ემთხოვა, ერთი ქუჩა მთავრდება, მეორე იწყება, აი სადგილად თქვა. მარჯვენა სანაპიროზე მაგალითად რა. მოდიხართ ვახუშტის ხიდის ქვეშ გამოიარეთ და შემდეგ იქ არის ანუ ზოლები პირდაპირ არის და მე აღარ არის ეს ზოლები ანუ მარჯვნივ გადმოეწყობა შემდეგ და გიწევს რაღაც გაკეთება მანევრის რომ იმ ზოლში აღმოჩნდა ანუ უკვე ზოლზე რო დააბიჯებ მე რა ხვდები რომ მოიცა აქ ეს ზოლი ანუ ლოგიკურად არ არის. ეს მემართება ხშირად ხო არ არის ლოგიკურად დახაზული. ანუ იმისთვის რომ მე ეს წესი არ დავარღვიო, მინიმუმ როგორც თქვი, ფეხი არ უნდა დამიდო. ანუ იზოლები ისე უნდა იყოს დახაზული და ისე მკაფიო უნდა იყოს და მასიური, ალაგ-ალაგ ქუჩებზე არ, რომ მე ეს წესში გამიჯდეს. ანუ რატომ არის რომ ბასლეინებზე არ გადადიან? ხო იშვიათზე არ ვამბობ ახლა იშვიათ დამრღვევი ყველგან იქნება რა. ბასლეინებზე არ გადადიან, ანუ ძალიან კატეგორიულად არ გადადიან, იმიტომ რომ მკაფიოდ არის ეს ყველაფერი გამოყოფილი და მარტო ჯარიმა არ არის ის რაც შველის ამ საქმეს რა. მკაფიოდ არის გამოყოფილი და ჩვენ წესრიგის მოყვარული ხალხი ვართ. არ ვართ უწესო ხალხი, უბრალოდ ამ ყველაფერს სჭირდება მრავალმხრივი მუშაობა. ერთი რომ ზოლები სწორად და მკაფიოდ უნდა იყოს, მეორე რომ შუქნიშნები და რაღაცები ერთმანეთთან ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მე არ მაღიზიანებდეს. ანუ ყველაფერს ლოგიკურ ჭრაში უნდა ემთხოვდეს რა. თუ რაიმე ალოგიკურია, მაშინ გინდა არ გინდა მე ამის დარღვევას ვაკეთებ. იმიტომ რომ ბუნებრივი რაც არის, იმას ვაკეთებ. როგორ არის ძალიან მომწონს მაგალითად იაპონური მოდელი პარკს როგორ აკეთებენ. ანუ აკეთებენ პარკს და შემდეგ არ აკეთებენ ბილიკებს. და მხოლოდ იმის შემდეგ როცა ხალხი ბუნებრივად დაიწყებს სიარულს, მე აკეთებენ ბილიკებს. აი ჩვენთან ახლა მზიურის პარკი რო ავიღოთ, თქვენ იქ ნახავთ, რომ არის ადგილები, სადაც ხალხს აქვს გაყვალული, ანუ იმ ბილიკზე არ დადიან, არის ბილიკი, არ დადიან. ანუ რატო? იმიტომ რომ ბუნებრივად ესე თვალში ესე რატომღაც ესე გამოვიდა რა. ანუ ტყეშიც რო წავიდეთ, ხო, დათვი და მელაც კი ეგრეა, ბუნებრივად როგორც მოუწია, იმ კვალს ირჩევს რა. ამიტომ ამ ბუნებრიობას თუ ეწინააღმდეგები, ხო, ანუ ადამიანს შინაგანად უჩნდება დისკომფორტი, იმიტომ რომ ეს არის იმისთვის სწორი, ანუ მასისთვის ეს არის სწორი. თუ მასისთვის ეს არის სწორი, ისე უნდა გააკეთო რა. ანუ არ უნდა აიძულო რომ არა, მე აქ ჩავდგავ ნიშანს და შენ ეს არ წახვალ, აი ესე წახვალ რა. არა ბუნებრივია ის და ამას ვერ ვაკეთებ. ამიტომ თუ ამ ბუნებრიობაზე ავაგებთ ამას ყველაფერს, იმიტომაც არის რომ მენტალობაც ძალიან მნიშვნელოვანია და ადგილობრივი სპეციალისტების ჩართულობა ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მათ იციან იგივენაირად აზროვნებენ, იგივენაირად ხედავენ ამ სიტუაციებს და ევროპა ამას არავის არ უშლის. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც კი, ანუ არსებობს ერთი მთლიანი წესი, ანუ კონვენციას, რასაც ჩვენც ვართ მიერთებულები და ამ კონვენციის ქვეშ უკვე რა თვითონ მართლმოწმობის ჩაბარების წესებიც კი სხვადასხვა აქვთ ევროპულ ქვეყნებს, იმიტომ რომ მათთვის ეს არის ბუნებრივი. ამიტომ თუ ჩვენ ამ ბუნებრიობაზეც ავაგებთ ამ ყველაფერს ძალიან ბევრს
ვიმუშავებთ და ამ ხალხს მივაწვით ინფორმაციას, რომ ჩვენ თითოეულ ჩვენთაგან რაც მინდა ხა თქვენი მეშვეობითაც გავაჟღერო, თითოეულ ჩვენთაგანი ვართ ის ვინც ქმნით ამ წესრიგს რა და ანუ სხვისი ბრალიას თუ არ გავიშვერთ ხელს და უბრალოდ დათმობას ვისწავლით რა. რატომ საცობებით ძალიან დიდი ხა როდესაც გახარ მანქანაში ზიხარ ვერ ხედავ დიდ სურათს რა ხდება და თქვა რაღაც შენობაში ხარ და ზემოდან გადმოიხდა ძალიან ხშირად დაინახავ რომ ერთი მანქანა სადღაც უხევს არ შეიძლება და იმის უკან მე დგას 50 მანქანა რომელიც წინ ვეღარ მიდის და საცობი გაკეთა და როცა საერთოდ არ იყო ამის ისა აუცილებლობა რომ საცობი ყოფილიყო. ხო, უბრალოდ უნდა დაეთმო, ფანჯარა გაეკეთებინა სანამ თავისი გზა გაიხსნებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეკვეთა. კი, ანუ ამაზე ესეთი რაღაცეები, ანუ ხილულიც უნდა იყოს. მარტო საუბარი არ ყოფილს, ანუ სატელევიზიო იქნება ეს თუ ინტერნეტის მეშვეობით რაღაც პროექტები ხილული უნდა გახდეს რა და ამას ნუ ვერ აკეთებ ისე უბრალოდ ერთი და ორი ადამიანის მეშვეობით ამას შეიძლება დაფინანსება და იმიტომაც არის რომ რატო გვინდა ჩვენს რომ კარგ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ რა, იმიტომ რომ კარგ ქვეყნებში ესეთი მიმართულებები არის დაფინანსებული, არის სხვადასხვა გრანტები დაფინანსებული რომ ვიღაცები ამაზე მუშაობდნენ რომ ხილული გახადონ ეს ყველაფერი რა. ანუ იგივე ბაღებში მაგალითად სწავლება რომ შეიტანონ რაღაც თამაშის მეშვეობით რაღაცა კომპანიამ ეს უნდა გააკეთოს, რაც მომგებიანი ვერ იქნება. ანუ მაგრამ ამ ადამიანებმა ვინც ამას გააკეთებენ ხო უნდა იმუშაონ შესაბამისად მათ რაღაცა დაფინანსება ჭირდება. იგივე მეცნიერება მაგალითად აიღე ახლა მეცნიერებმა შეიძლება მთელი ცხოვრება დახარჯოს და ვერ მიიღოს შედეგი ის რაზეც იმუშავა, მაგრამ ის თუ ამაზე არ იმუშავებს შედეგს ვერასდროს ვერ მიიღებს. ამიტომ მეცნიერებასაც დაფინანსება არ აქვს ისე რომ მან უშუალოდ რაღაცა გაყიდა და პროდუქტი რაღაც შექმნა გაყიდა და ამით მიიღო სარგებელი. თუ ის რაღაცა პროდუქტ შექმნის ადრე თუ გვიან ის ყველასია აბსოლუტურად შეიძლება მანაც მიიღოს სარგებელი, მაგრამ ყველასია, ანუ მთელი სამყაროსია ის, მაგრამ მან ამაზე უნდა იმუშაოს რა და ესეა ზუსტად ეს მიმართულებას რა. ანუ ამას ჭირდება მიდგომა თუნდაც ამ შემთხვევაში დაუშვათ არ გვინდა გარედან ფული მივიღოთ რა, სახელმწიფოვე უნდა იყოს ის ვინც მსგავს პროექტებს აფინანსებს რომ ვიღაც ხალხმა ამ მიმართულებით იმუშაოს რომ კულტურა ამაღლდეს რა და კიდევ ერთხელ ხას უსვავ ის მიდგომა რომ ამას უკვე არაფერი შეიძლება ვაიმე რაღაცა იქნება რაღაცა ქონათ მოდი იქნება შუქნიშანი ჩავარჭოთ იმ კონკრეტულ ადგილას რომ იქ ერთმანეთს არ გადაეკვეთონ, ნუ ჩემი აზრით არ არის სწორი. ანუ ძალიან კომპლექსურია ეს საკითხი. კი, ეს დახაზვებიც და ზოლების გამოყოფაც რომ კარგად იყოს დახაზული და მოწესრიგებული ჩვენი ბრალია თუ ზოგადად ყველგან ესეა და რომ ძალიან მალე წვდება ეს საღებავი გზაზე და სხვაგანაც ესეა უბრალოდ მალე ახლებენ თუ ჩვენთან არის უხარისხო საღებავი, იმიტომ რომ აი ახალ გარემონტებულ გზაზე, როცა ახალი დახაზული, ალბათ ერთი თვეც არ არის ხოლმე გასული, რომ შეიძლება საერთოდ აღარ ჩანდეს ზოლი ან რაღაცა წვეტილი ან რაღაცა ესეთი. ან თუნდაც ზებრა ძალიან ხშირად არის. მე ყოველთვის ვცდილობ დავუთმო ზებრაზე გავჩერდი, მაგრამ აი სადამ უკვე რაღაცა 10 მეტრი როა დარჩენილი, მე ხედავ რომ აქ ზებრა იყო და რაღაც ნაკვალები არის ზებრის დარჩენილი. ადამიანი კი ხედავს ფეხით ვინც დგას და ის ელოდება რომ გავუჩერებ, მაგრამ უკვე აი სადამ არ მიხვალ ახლოს თუ არ იცი წინასწარ რა. მანდაც კიდე შემდეგი პრობლემაა, ანუ ძალიან ბევრი პრობლემა შევეხეთ ახლა ჩვენ პრინციპში ერთი გადაცემისთვის, მაგრამ ძალიან ბევრი შევეხოთ რატომაც არა. ნახეთ როგორ რაღაცა, ანუ მანდაც მაინც სისტემური ამბავია, ერთი რომ იმის კეთილს ინდიციერებაზე დამოკიდებული, ვინც კონკრეტულ ტენდერს მოიგებს იმ შემთხვევაში, ხო ესე, ანუ ვიღაცამ ტენდერი მოიგო და შემდეგ დახაზა ეს გზა, რა თქმა უნდა მას უღირს რომ რაც შეიძლება იაფად გააკეთოს ეს, ანუ არ გამოიყენოს ზვირიანი საღებავი და იქ უდევს მერიას რაღაც მოთხოვნები სპეციალური რომ ეს სტანდარტი უნდა იყოს, ეს უნდა იყოს, ეს უნდა იყოს, მაგრამ ამის ანალიზი უნდა უწუმ ხო ურთულესია. ამიტომ მე ვფიქრობ რომ აქაც უნდა იყოს ყველა შემთხვევაში უნდა იყოს მით უმეტე სახელმწიფო ტენდერები უნდა იყოს გამოცდილებაზე დამყარებული, ანუ კონკრეტულ კომპანიას რომელიც გუშინ წინ შეიქმნა ან კომპანიას რომელსაც რაღაცა დარღვევა აქვს მეორე ტენდერში მონაწილეობას კი არ უნდა შეეძლოს, ან თუ მონაწილეობას მიიღებს მას არ უნდა ირჩევდე რაც ფასიც არ უნდა დასვას და რაც არ უნდა ქნას. ჩემი აზრით ხარისხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ სახელმწიფო მიდგომა უნდა იყოს ყველა შემთხვევაში ხარისხზე და სტანდარტი უნდა იყოს მაღალი, რომ შენ უნდა ითხოვდე რომ ამ ტენდერში რა მარტო ის არ არის ფასი და რაღაცა მნიშვნელობა, რაც დღეს ესე არის, ანუ ფასი ყველაფერს წყვეტს. არა ჩემი აზრით ფასი არ არის ის რაც ყველაფერს უნდა წყვეტდეს, ხარისხი უნდა იყოს ის რაც ყველაფერს წყვეტს. ნუ რა თქმა უნდა თუ ეხლა ხარისხს შენ ძალიან მაღალ ფასში დასვავ, ნუ ეს უბრალოდ სახელმწიფო ამას ვერ გაწოდება რა, მაგრამ ლოგიკური უნდა იყოს რაღაცა და რაღაც ისეთი რაც ანუ დააბალანსებს ერთმანეთს და შესაბამისად კომპანია რომელიც ხარისხიანად გააკეთებს და არის რიგი ადგილები, სადაც ხარისხიანად არის გაკეთებული,
ანუ გადის დრო, თვეები კი არა წლები და ის ისევ რჩება ხარისხიან გაკეთებული, რატომაც არა რა იმ კომპანიამ რომელმაც ეს ხარისხიანი შეასრულა კიდევ მიიღოს დაკვეთა რა, თუნდაც მისი ფასი უფრო მაღალი იყოს ვიდრე სხვის, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გააკეთებს ის თუ იაფს ფას დასვავს, ნიშნავს იმ საღებავს სპეციალურს ვერ იყიდის, სპეციალურ მოწყობილობას ვერ გამოიყენებს და კარგ ხარისხიან ზოლს ვერ გააკეთებს რა. ეს არის რიციც შეიძლება ამის გადაწყვეტა და რაზეც ასევე ნება საჭირო რომ ეს ყველაფერი ესე იყოს წარმართული. ხშირად მქონია მე საუბარი და კამათი ამის შესახებ რომ ნუ ესეა სისტემა და ნუ რა ვქნათ უთქვამთ ის სხვადასხვა მიმართულებაზე არა მარტო საგზაოზე რომ რა ვქნათ ნუ ესეა ტენდერია და ესეა რა ნუ იმან პირობები წარმოადგინა მან მოიგო და ნუ რა ვქნათ რა აბა ვინ უნდა ქნას ანუ სახელმწიფოს მესვეურებმა თუ ეს არასწორია და მე ვამბობ რომ არასწორია ანუ ფასზე დამოკიდებული და არა ხარისხზე ტენდერები უნდა დასხნენ სახელმწიფოს მესვეურები და გადააჯგუფონ ეს ყველაფერი რომ რიგი მიმართულებები მაინც სადაც ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ეს რაც ხარ ჩვენ ვამბობთ იყოს აქცენტი ხარისხზე და არა მხოლოდ ფასზე ხო ისიც კიდე როგორ არის speed bump-ი ქართულად როგორ არის წოლიარი პოლიციელი ხო ჟარგონში ესე როგორ არის ოფიციალურად როგორ ქვია ხო ნუ ეს ეძახის ყველა მერი ტენდერში როგორ ქვია მაგას გაკეთება რაცა უნდა ეგ ძალიან მალე არც ტენდერში არ მიღე უმცრებაში ცოტა ხნის წინ შემოხდა ინტერნეტში ესეთი რილი ან შვედეთში არის ესეთი გაკეთებული ბორცვი კი არ არის ჩაღრმავება არის გზაზე ოღონდ ამას თან ახლავს კამერა რომელიც ზომავს ასიჩქარით მოდიხარ და თუ ასიჩქარის არ არღვევ ან დასაშვების სიჩქარით მოდიხარ ის არის გასწორებული და თუ ხედავს რომ მანქანა უფრო სწრაფად მოდის უფრო და უფრო ღრმავდება ანუ იმის მიხედვით ძღოლის მოძრაობიდან გამომდინარე იცვლის ზომას ასე ვთქვათ ეს წოლიარი პოლიციელი აღარ ქვია უფრო ჩაღრმავება არის მაგრამ ეგეთი სისტემა ვნახე რა არ ვიცი ამდენად ნამდვილია და გომუშავებს შვედეთში ვნახე ეგეთი ხო არა მგონია ნამდვილი იყოს მაგას გეტყვით რატო იმიტომ რომ თუ სიჩქარე მაღალია და უფრო დიდი წინააღმდეგობა შეუქმნი დიდი საფრთხეა რომ საგზაო შემთხვევა არა ნუ ხა ისე არის რომ მოაყიდოს მანქანა მაგრამ ნუ გაგძროებული ამიტომ არა მგონია რომ ეგ ესე იყოს შეიძლება AI-ის გაკეთებული იყოს რაღაცა იმიტომ რომ ბევრი რაღაც არის ხოლმე თუნდაც ხანძარი რო იყო ახლა შტატებში იმდენი რაღაც გაკეთდა ვიდეო ან რაც არ შეესაბამება რეალობას შვედეთი არის მოწინავე შვედეთამდე მისვლაზე ძალიან გრძელი გზაა გასავლელი არა მარტო ჩვენ არამედ დანარჩენ ევროპასაც კი და შვედეთი იბრძვის იმისთვის რომ საგზაო შემთხვევაში არც ერთი გარდაცვლილი არ ყავდეს ან დაღუპული არ იყოს არც ერთი ვერ მივიდნენ აქამდე ერთამდე დავიდნენ მაგრამ ნულამდე ვერ და ისინი ცდილობენ რომ ნული იყოს საგზაო შემთხვევიდან ესეთი ფატალური დასასრული. ამიტომ მაგალითს თუ ავიღებ შვედებისგან ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ჯერ მე მგონია რომ ძალიან შორს ვართ. ჯარიმების პოლიტიკა როგორ მუშაობს? ან ჯარიმების ზრდა რაღაც კონკრეტულ დარღვევებზე შედეგი მოაქვს? როგორია თქვენი გამოცდილება? ხო, ჯარიმა მაინც ჯიბეზე როცა გირტყავს გინდა არ გინდა ეს მოქმედებს, რა თქმა უნდა. ანუ ნაკლებად არღვევ, როცა რაღაცა არის ძალიან ძვირი. და კი, ანუ არ არის კომფორტული, არავის არ კომფორტულება ეგ, მაგრამ გინდა არ გინდა ეს მუშაობს, თუმცა რიგი მიმართულებები შეიძლება რომ უფრო ესე იყოს ან რბილი და პირიქით რიგი მიმართულები რაც რბილია იყოს უფრო მკაცრი. ხო, აი მეც წარმომიდგენია ხოლმე რომ აი თქო შეიძლება ისე თუნდაც აი კულტურის შეცვლა მოძრაობის მე მგონია ანუ კი ეს სახელმწიფო პოლიტიკაც მაგრამ ყველაზე დიდი ცვლილების გამოწვევა ძღოლებს შეგვიძლია ანუ მენტალობის შეცვლით შეიძლება რომ უკეთესი გახდეს ქალაქში მოძრაობა რა ეს მგონია ყველაზე დიდი ბერკეტი და მაგალითად რაღაცა მიმართულებები შეიძლება აიღო სიტყვაზე რაღაც პერიოდის განმავლობაში ზებრაზე დათმობა იყოს პრიორიტეტი და თუ არ დავუთმობ შეიძლება ჯარიმა მოდიოდეს მაღალი და ესე მიეჩიოს ხალხის ნაწილი იმას რომ უკვე ჩვევაში გადავიდეს ეს მე თქვა მეორე ნაწილი ანუ რაღაცა მგონია რომ ამითი შეიძლება ნელ-ნელა ცოტა მენტალობის გაუმჯობესება და უნარჩვევების ბრძოლების უნარჩვევების გაუმჯობესება რა კი ცოტა ბრუტალური მეთოდია მაგრამ
ხო, არის მაგაში ლოგიკა, მაგრამ მე ვთვლი რომ ანუ უკან ნახევა შემდეგ თუ რაღაცას გააკეთებ უკან ნახევა აი ამ მიმართულებაში არ იქნება სწორად რაღაცას მოდი ახლა ამას მივხედოთ და მოდი მე იმას მივხედოთ ვთვლი რომ ერთიანად მაინც ყველაფერი მისახედი, იმიტომ რომ ნებისმიერი, აბსოლუტურად ნებისმიერი შეიძლება იყოს საბოლოოდ ძალიან ცუდი შედეგის მომდანი რა. ამიტომ ერთიანობაში გაზრდა გვჭირდება ამ მიმართულებით და ის რომ საზოგადოებამ ერთმანეთი გამოვასწოროთ, ამაშიც გეთანხმებით, იმიტომ რომ კი ერთმანეთთან კომუნიკაცია, რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია და რაც შეიძლება მეტი სწორი მიდგომა, მოდი ესე ვთქვათ, ანუ ის ადამიანი, რომელიც არ ღვევს რაღაც დისკომფორტს უნდა განესიძეს და დანარჩენი მძღოლებისგან. ანუ მე ეს პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს სწორია, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში ძალიან ხშირად ვაკეთებ ამას, რომ როცა რაღაცას არ ღვევს, გამიჩერებია და გადმოსვლა დამიკარგია 9 საათი, ანუ ცოცხალი თავით არ უშვებ, სანამ ბოლომდე ძირფესვიანად არ გავლით რა შეიძლება მოყვეს იმ კონკრეტულ შემთხვევას. და კი, ანუ იღლება იმ მომენტში ის ადამიანი, მაგრამ როგორც მინიმუმ მთელი ცხოვრება ახსოვს, რომ ეს რო გააკეთა, ეს მიიღო და სხვა დროს როცა იგივეს გაკეთება ბუნებრივად შეიძლება მოუნდეს, მინიმუმ ის დისკომფორტი იქნება, რომ მე სადმე ახლო-მახლოს ხო რომ კიდე 9 საათი ხო არ დახარჯოს ამაში. ამიტომ ეს არ ვიცი რამდენ სწორია თუ არასწორია ეს მეთოდი, მაგრამ რაღაცა მსგავსი ვფიქრობ, რომ ანუ ერთმანეთი რო გავზარდოთ საზოგადოებამ ხო რაღაცა მსგავსი შეიძლება რომ ანუ ისეთი გამოხედოთ მაინც შევხედოთ, რომ მან დისკომფორტი იგზნოს, რომ სხვა დროს ეს არ გააკეთოს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, გამჯდარი გვაქვს ეს რაღაცები, ანუ ბუნებრივად ესე არის, რადგან ყველა ამას აკეთებს, რაღაცა კონკრეტულს მაგალითად ხო, ეს შეიძლება ოდრავ წინ ვიდგეთ და ზებრაზე ვიდგეთ და არ გვიქმნის ეს დისკომფორტს, ანუ ის ფეხი მოსწავლე გაივლის მერე რა, ანუ ადგილი დარჩენილია, მაგრამ თუ ეს უკვე დისკომფორტად ვიღაც ამას მიანიშნებს, რომ ეს არასწორია, მე ის ვიღაცას მიანიშნებს, ანუ ამას ეკნება ესეთი განგრძობითი ხასიათი და კი, ადრე თუ გვიან ეს რაღაცა გამოგვასწორებს. ოღონდ ეს დაბალი პროცენტია, მაგრამ არის, რა თქმა უნდა, ამაში თავისი რაღაცა წვლილი და როგორც თავიდანვე დასაწყისში ვთქვი, ეს ერთი რჩევი და ერთი რაღაც გამოსწორებით ვერ გამოსწორებთ, ეს ძალიან ფართე სამუშაოა და ბევრ დიდ და წვრილ რგოლს მოიცავს. ამიტომაც არის საჭირო, რომ ამაზე ანუ დიდი ჯგუფი უნდა მუშაობდეს, არ არის რომ რაღაც პატარა ჯგუფი შეიკრა და რაღაც აი ქალაქის მოწყობაზე იმუშავა. არ, ამაზე ფოკუს ჯგუფებია საჭირო, სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა უბნები თავიდან ბოლომდე არის შესასწავლი, ვიღაც ამას უნდა სწავლობდეს, აანალიზებდეს და ამის მიხედვით აკეთებდეს. მაგალითისთვის, როცა ის უცხოელი სპეციალისტები მქონდა მათთან შეხვედრის საშუალება, მუშაობდნენ ჩვენთან თბილისის მოწყობაზე, ხო? რამოდენიმე კითხვა დაუსვი და გავბრაზდი კიდევაც, ანუ იქ ცოტა ჩემი ჩაცხრომაც მოუწიათ, იმიტომ რომ რაღაც არას თქვეს, რომ აი აქ ისე აი ვიდექით გავზომეთ, ანუ გამტარუნარიანობა ამ ქუჩის და რაღაც ნაკადები და ასე შემდეგ. არ ემთხოვდა იმ რეალობას, რაც მე ვიცი, იმიტომ რომ მე ჩემ ქალაქს ძალიან კარგად ვიცნობ, ხო? და ის უცხოელი, რა თქმა უნდა, ნაკლებად იცნობს და არ ემთხოვდა იმას, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტულ მომენტში ის კონკრეტული ქუჩა შეიძლება არ იყოს დაკავებული რა, მაგრამ რაღაც საათები არსებობს, რაღაც მომენტები არსებობს, სადაც პირიქით ძალიან გადატვირთულია, ხო? ამიტომ ერთ რაღაცაზე აწყობილი არ გამოვა. ამიტომაც არის რომ ეხლა მაგალითისთვის, ჩემთვის ძალიან სანიშნია ხოლმე ტაქსის მძღოლები. იმიტომ რომ მათ უწევთ რომ რაღაცნაირად გაძრონ ამ ლაბირინთში, რომ რაც შეიძლება მეტ კლიენტს მომსახურონ, რაც შეიძლება მეტი თანხა შეიტანონ ოჯახში, ხო? მათ ძალიან კარგად იციან კონკრეტულ უბნებზე ვინც მუშაობენ. იმ კონკრეტულ უბანში აი რომელი ქუჩიდან საიდან უფრო სწრაფი იქნება, საიდან უფრო ნელი იქნება და ასე შემდეგ რა. ანუ რა უდგას წინ, რომ ფოკუს ჯგუფი მუშაობდეს თუნდაც აი ტაქსის მძღოლებთან. ხო, რა, რატომაც არა, შეკრიბე და ელაპარაკე, ყველაფერს გეტყვიან აბსოლუტურად, სადაც ოღონდ კი კითხვა დაუსვი რა, რატომაც არა თავის გამოცდილებას აბსოლუტურად უსასყიდლოდ მოგაწოდიან რა და მე რამდენი შანსიც მაქვს ამას ვიყენებ ხოლმე არ არსებობს რომ თუ არის შანსი მათ არ ველაპარაკო. იგივე პოლიციელები, საპატრულო პოლიცია, ვინც კონკრეტულ ქუჩას კეტავს, რომ გაატაროს, გამოატაროს, ანუ შუქნიშანზე როცა იჭედება, ვიყენებთ პოლიციურ ძალას, ხო? ეს პოლიციურ ძალა აბსოლუტური სიზუსტის გეტყვის რა უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს ის კონკრეტული გზაჯვარედინი მოწყობილი იმისთვის, რომ გამტარუნარიანობა გაიზარდოს რა, იმიტომ რომ ისინი ფიზიკურად აკეთებენ ამას რა, იმ მათ კისერზე გადადის. ამიტომ რა უდგას წინ, რომ ამ პოლიციელებს მით უმეტეს სახელმწიფო სამსახურია, ხო? დაუძახო და კონკრეტული გზაჯვარედინები და რაღაცებს გამოცდილება კითხო. დიდი სიამოვნებით გაგიზიარებენ ამ გამოცდილებას რა. და ამ გამოცდილების მოგროვებით შემდეგ ანალიზი გააკეთოს რაღაცა ჯგუფმა, რომელიც უკვე კონკრეტულ უბნებს და კონკრეტულ
ქუჩებზე კონკრეტულ მაკავშირებელ გზაჯვარედინებს იმის მიხედვით მოაწყობს. ანუ არ არის ეს კატასტროფა რა. უბრალოდ ამ მიდგომას ესეთი მიდგომა ჭირდება რა. აი ამ მიმართულებას ჭირდება ესეთი მიდგომა. ეხლა ყველაზე პირველი არ გახსენდება თბილისში აი ყველაზე მოუწესრიგებელი გზაჯვარედინი რომელია? ჩემი ფავორიტი არის მაინც მოუწესრიგებელზე არ ვამბობ. ვებხვი და მოყმის ძეგლი. ან ფავორიტია გეტყვით რატო? იმიტომ რომ აი ესე ერთი გატკაცუნებაში შეიძლება მაგ გზაჯვარედინის მოგვარება და არის კატასტროფა იქ რომ უნდა მიხვიდე და იქ უნდა გაიგო გინდა მარშალგელოვანიდან მოდიოდე გინდა სანაპიროდან მიდიოდე იცი რომ აი ეს ჯოჯოხეთი მან გასავლელი გააქვს რა ანუ მიყვალ და დროსაც ეგრე ითვლი რომ აი ამას როგორღაც ოდესმე გაივლი არის რა რომელი მართლებიდანაც არ უნდა მოდიოდე რა არ და რეალურად იქ რელიეფურადაც არის იმის საშუალება რომ ნაკადები შრეებად ერთმანეთს აცდეს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ რატო არის ხეთ მაგალითად იგივე შტატებში იგივე ჩინეთში რომ ბევრ შრიან გზებს აკეთებენ რაღაც ანუ ფოტოებს და ვიდეოებში მოგწონს რომ რაღაც ეს თან მეორე მხრივ ვამბობთ რომ თბილისში ძალიან დაამახინჯეს თბილისში ეგეთი რაღაცები იყოს არ იყოს ეგეთი მაგრამ თითო შრედ მაინც შეიძლება გზის ასწენა ეგეთ კონკრეტულ ადგილას მაინც მაგალითად ვებხვი და მოყმე რა უდგას წინ მარშალგელოვანიდან მომავალ ნაკადი უბრალოდ კი არ გაიაროს ზემოდან რომ მოედან ცოტა ადრე იყოს ჩასაყვინით და პირდაპირ სანაპიროზე გამოვიდეს და გაგარინის და ანუ ჟვანიეს მოედან ჩაომავალი ნაკადი პირდაპირ ზემოთ გადავიდეს და შუქენშაინს საერთოდ არ შეხვდეთ მაგრამ რა უდგას ამას წინ აი არაფერი ერთი ტრაქტორის პრინციპს ვეზახმე მაგას ერთ ტრაქტორით მეთქი ამოვთხრიდი მაგ მიწას ჩაუშვებდი ამ ნაკადს და ზემოდან გადავატარებდი მეორე ნაკადს ანუ ესეთი ადგილი რატომ მოვიტანე ეს ანუ ყველასთვის ცნობილი და ხილული ეგ ადგილი რა ესეთი ადგილები ბევრგან შეიძლება ესე იყოს რომ უბრალოდ გზების ერთმანეთთან შრებად აცდენა აბსოლუტური განმუხტვა გამოიწვევს იმ კონკრეტული მონაკვეთის რა და რა ვიცი ანუ ჩამონათვალში ეს უბრალოდ კარგად ჩანს და ერთი არა მაქვს ესეთი ფავორიტი რო თქვი ანუ თითქმის ყველა გზაჯვარედინზე შემიძლია მანდ არის ახალი გზა რო გააკეთეს ლისიდან რო ჩამოდის ხო მანდ უერთდება და სულ გული მწყდება რომ ერთი პატარა ხიდი რო ყოფილიყო რომელიც იქიდან მიმართულებას წავიდა აი როგორც ვაშლიჯვიდან ჩამოსასვლელია ეგეთი რა უდგას იმიტომ რომ მაგიდან ჩამოსული იქ უნდა მიხვიდე და იქ უნდა მობრუნდე რაც აბსოლუტურად ხერგავს აქედან მომავალ ნაკადს და მაგაზე ეს ვაშლიჯვარსაც განმუხტავდა იქ ჩაუხვევდი მანამდე აქ საკუთაოდან წამოსული ნაკადი ანუ ადამიანი რომელიც აბსოლუტურად არ ხართ ამ საქმის სპეციალისტიც ხვდებით რომ ის რაღაცა ესეა საჭირო ხო ესეა ხო იმიტომ რომ გამოცდილებით რა ბევრჯერ რო გაივლი კი ბატონო ხვდები რომ აი რაღაცა 10 მეტრის ხიდი რო იყოს 10 რა ნუ აი 20 მეტრიანი ხიდიც რო იყოს უკვე საერთოდ სხვაგან წავა ეს კი ბატონო ამიტომაც ვამბობ იგივეს ვამბობ რა რომ გამოცდილება იმ კონკრეტული კვანძების გამოცდილება იქ ხშირად ვინც ამას იყენებს ან ვინც მაგას არეგულებს იმ ხალხს აქვს იმიტომაც უნდა იყოს ფოკუს ჯგუფები რა და მინიმუმ მე ვამბობ თბილისზე ყოფა მეთქი ვიზახი ორი ჯგუფი ორი ავტომობილით ორი ჯგუფი რომელიც სულ ივლის აი ეს ჯგუფის ხედან სამ-სამი კაციანი შემდეგ არის ჯგუფი და აკვირდებიან სად რა როგორ აფუჭებს ამას ანუ ანალიზს უკეთებენ მე და ერთიან ჭრილში ერთიან სურათში ხედავენ და ამას თუ ესე ვიზა ამას თუ ესე ვიზა ამან გადალაგებით როგორ დალაგდება ეს ყველაფერი ამას გააკეთებენ იგივე რაც თქვით რომ იქიდან თუ ჩამოდიოდი იქით რომ გადავდიოდე რა ანუ როგორ არა თუ ის ადამიანების ეს ჯგუფი ესე ივლის და ამას ანალიზს გააკეთებს მიხვდება რომ აქედან იქ სწორია იქ მოხდეს ან იქ მობრუნებას რაღაცა პრობლემა აქვს ან იქ ესე ჩასვლა ჯობია ანუ კაბინეტებში მსხდარი ადამიანები ამას ვერ გადაწყვეტენ გამორიცხულია რა იმიტომ რომ კომპიუტერული სიმულაციას რო ჩართო ის სიმულაცია ვერ მოგცემს იმ რეალობას რაც იქ რეალურად ხდება გამორიცხულია რა ამიტომ საჭირო არის ესეთი დინამიური აქტიური მუშაობა მიმართულებით და მე არ მეხება ხო უშუალოდ ის რომ ეს რაღაცები ვაკეთო მაინც იმიტომ რომ ერთი ჩემი სპეციალობა მეორე რომ ძალიან გული შემტკივა ამ ყველაფერზე ანუ მეც ერთ-ერთი მონაწილე ვარ ამ საგზაო მოძრაობის შევიძინე დრონი სპეციალურად და ამ დრონით ზემოდან უყურება როგორც თქვენ თქვით რომ გადმოიხედო შენობიდანო ჩანს თუ რა ხდება დრონით ყველა კვანტს ზემოდან დრონით უყურებ და ხედავ ძალიან მარტივად ჩანს ყველაფერი აი 2x2 4 არაფერი არ უნდა რომ აი ეგ რა უნდა ჩანაცვლეს რა როგორ უნდა გაიწიოს რომ ეს განიმუხტოს ძალიან მარტივად ჩანს ნუ ციდან მარტივად ჩანს იმიტომ რომ როგორც ჭიანჭველების რიგს რო ხედავთ ან ზუსტად ვიცით რომ აი აგერ არის პურის ნატეხი რომელიც ესე ჩამწკრივდნენ ესე მიდიან და ახლობით ესე აღიქმება ყველაფერი ზემოდან რა ვიცი რომელი ერთი ვთქვა ახლა აი
ერთი მარტივ სიტყვი კიდე რა, რომელიც აი არ ვიცი რატო გაკეთდა ეგრე, აი არ ვიცი წარმოუდგენა არ მაგალითად თუ აეროპორტის მხრიდან მოვდივართ ცენტრალურ მაგისტრალზე და ჩავედით ვარკეთილისკენ ჩავუხვიეთ რა, აი ზედ ვარკეთილისკენ ჩავუხვიეთ. ნახეთ მან როგორ არის, არ იყო არასდროს მან საცობი, არასდროს მან შესაძლოა საცობი არ ყოფილა. მანამდე სანამ მან შუქნიშანი დამონტაჟდა და სანამ მან დაბლა გადაეწყო და გადმოეწყო რაღაცეები რა. ნაკადი ძალიან დიდ დროს ხარჯავს იმაში რომ როგორღაც ეგ მონაკვეთი კაი არის რომ შემდეგ ვარკეთილის მიმართულებით ზემოთ როგორღაც წავიდეს რა. ანუ მან გამართლება ეს არის რომ ფეხით მოსწავლეებმა რა ქნან, ანუ შუქნიშანი იმიტომ საჭირო ფეხით მოსწავლეებმა რა ქნან რა. რა ქნან და ამასაც ავხსნი თუ აქამდე ანუ ერთი რომ ზებრა თუ იქნება მკაფიო თავის მინიშნებით სიმციმათე ასე შემდეგ როცა ძალიან იშვიათია მან ფეხით მოსწავლე მაგრამ როცა ფეხით მოსწავლე იქნება ზებრა და ვალდებულება გაქვს ზღოლს რომ დაუთმო და ჩვენ უკვე არ ვართ ისე რომ აღარ უთმობდეთ ზებრაზე ძალიან უკვე ინტენსიურად მივდივართ მიმართულებით რომ თუ ვიღაცა ზებრაზე არ უთმობს უკვე სასირცხოა ეს და ამ ზებრაზე დათმობა უკვე ჩვენს იმაში შემოვიდა უკვე გაჯდა უკვე მენტალურადაც ჩვენ რომ ზებრაა და უნდა დაუთმოთ რა შეიძლება რომ ესეთი მარტივი მოწყობილობა იყოს თუ არა და მახსოვს პერიოდი როცა ხიდები აბსოლუტურად ყველა ხიდები რკინის ეგრეთ წოდებული ხიდები დააშალეს დაანგრეს იმიტომ რომ არასწორი ადამიანზე მოდიოდეს და ეხლა ჩუმჩუმად როცა ამაზე საერთოდ აღარ მიდის არანაირი პიარი მოდი ასე ვთქვათ მაგრამ ეს ხიდები უკვე ნელ-ნელა ისე უკვე მონტაჟდება კონკრეტულ მონაკვეთებზე რა უფრო კომფორტული, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის შემოპირებისთვის შეუძლებელი იყო ძველ არსებულ ხიდებზე ასვლა და გადასვლა, რაც გამორიცხულია, რა თქმა უნდა იყოს, უფრო კომფორტული, მაგრამ ესეთები კეთდება. რატო? იმიტომ რომ მაგალითისთვის აეროპორტისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე ვერანაირად, სხვანაირად ვერ გააკეთებ იმას, რომ ერთი მხრიდან მეორე მხარეს ადამიანები მოხვდეს, ხო, ეს გამორიცხულია. ერთ-ერთი საშუალება არის, რომ გამოიყენო ეს ზემოდან გადასასვლელი ხიდი, იმიტომ რომ ანუ უნდა გააკეთო გვირაბები, რაც გაცილებით რთულია და გაცილებით დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ვიდრე ეს ზემოდან გადასასვლელი ხიდები, ხო? ანუ როგორ უნდა ქნა? ვერ იზამ, იგივე ცხეთისკენ მიმავალი მაგალითად რა, აღმაშენებლის ხეივანი, ხო? იქაც თუ არ გექნება მსგავსი ხიდები რა, ძალიან ბევრი საგზაო შემთხვევა, როდესაც ფეხით მოსწავლეს ეჯახება ავტომობილი, იმიტომ რომ სხვა როგორ მოხდეს ერთი მხრიდან მეორე მხარეს, იგივე ავტობუსაც რომ მივიდა, მანდ მეორე მხარეს როგორ უნდა მოხდეს რა? ყველა შემთხვევაში ჭირდება, თან იქ ძალიან დიდი ობიექტებია, კვების ობიექტები, სერვისის ობიექტები და ასე შემდეგ. იქ მოსული ადამიანი, თუ შენეუბნები მას რომ გამოიყენეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მერე რომ მოვიდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხო უნდა გადმოვიდე მეორე მხარეს რა. ანუ ესეთი მაკავშირებლები საჭიროა. პარკეთილს რომ დაუბრუნდე იქ რა, ანუ იქაც შეიძლება მსგავსი რაღაცების გაკეთება, ანუ ეგეთ კვანძებზე, რომელიც თუ აქ ერთი შუქნიშნის დამონტაჟებამ კატასტროფა გამოიწვია, მაშინ ალტერნატივა უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ იქნებ შუქნიშანს როგორღაც გვერდი აუაროთ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, შუქნიშანი არის ბოლო, რაც შეიძლება გამოიყენო რა, ანუ თუ არანაირი გამოსავალი უკვე არ არის, მაშინ იყენებ შუქნიშანს, იმიტომ რომ როგორღაც მოძრაობა დაარეგულირო, მაგრამ თუ ერთი შანსი მაინც არის, რომ შუქნიშანს გვერდი უნდა აუარო, გვერდი უნდა აუარო. ეხლა აეროპორტის გზაზე და ვარკეთილზე გამახსენდა აეროპორტის გადასახვევიც როგორი ისეთია თუ არ გახსოვს ძალიან ადვილად შეიძლება გაცდე ნიშანიც დგას ხის უკან ხე არის ნიშნის აეროპორტი რო აწერა გადასახვევითან მათ ხო სულ ძირითადად ღამე მივდივართ ხოლმე ან ახალ გაღვიძებული ან ძალიან დაღლილი უკვე და ძალიან სუხურზე ვარ ხოლმე დაძაბული რომ არ გავწვდე აეროპორტის გადასახვეს და პატარა რაღაც შესახვევია ის ჩავნელებული არ არის კარგად განათებული და ხო მასიურად არ გამოიყურება რა აეროპორტს რომ მიდიღა წარმოდგენა გაქვს აეროპორტის გადასახვევიდან დაინახო და უნდას ესე ხო ნუ ანუ ეგ პრობლემებიც კიდე ცალკე გვაქვს ანუ მარტო ეგ არა ნუ უფრო მეტად ჩვენ მაინც მიჩვეული ვართ ასე თუ ისე ვიცი და გონია რომ ნუ ყველამეს უნდა იცოდეს მაგრამ უფრო პრობლემაა ხოლმე უცხოელებისთვის რა ანუ უცხოელებისთვის ჩვენთან გადაადგილება ზოგადად არის პრობლემა, რომ ჩვენ ქალაქს ვიცნობთ, ქუჩებს ვიცნობთ და ასე თუ ისე თუ არა ესე ვიზამთ. ანუ უცხოელები როგორც მინიმუმ Google Maps იყენებენ რა და Google Map-ი ჩვენთან მუშაობს ძალიან ცუდად.
ამას ვიტყვი, იმიტომ რომ რიგი შემთხვევები, ანუ ამ რიგი გადაკეთებები არც კი არის ხოლმე ასახული მეფზე. ხო, გვიანი სახე. იმიტომ რომ ამასაც ერთი ჯგუფი ამ მიმართულებითაც უნდა მუშაობდეს, რომ რაღაცები დაიტანოს, ანუ ძალიან ბევრი ობიექტი მაგალითად მე პირადად მაქვს დატანილი მეფზე, იმიტომ რომ მთელი ბევრი მოგზაურობა მიწევს ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე და შესაბამისად ყველგან რაღაცას ვაკეთებდი, შემდეგ Google-მა გადაწყვიტა, რომ მე ვარ ის პირი, რომელსაც რაღაცების დატანა შემიძლია. სერტიფიკატები რაღაცები გამოვიდა, აწიეს თამასა და დღევანდელ დღეს უკვე, ანუ მე ერთ უბრალო ადამიანს შემიძლია რომ რაღაც ცვლილებები შევიტანო, მაგაზე რომელსაც მყისერად რეაგირებს და შემდეგ განხილვას უკვე შემდეგ აკეთებენ, იმიტომ რომ ჩემი შეტანილი ობიექტები აღმოჩნდა რომ ყველა იყო სწორი და მართებული, ამიტომ უკვე შემდეგ დონეზე გადამიყვანეს, ხო და მალევე რეაგირებენ ამაზე ამის შემდეგ მის განხილვა და თუ რაღაცა განხილვაში თვლიან რომ ჩასასწორებელია, მომდის შეტყობინება რომ ესეა თუ ისეა და მე ვადასტურებ რომ ესეა თუ ისეა. და ნუ სახელმწიფოს საწყობისთვის იყენებთ Google Maps. კი, რა თქმა უნდა, ანუ რომ Google Maps თუ რამე სხვა აპლიკაციას. არა, Google Maps ვიყენებ, იმიტომ რომ მობილური ყველას გვაქვს ჯიბეში, მინიმუმ Gmail-ი უმეტესობას მაინც აქვს, რისგანაც ცდომა აქვს უკვე Google-ს და შესაბამისად მან იცის გადაადგილების ტემპები სად როგორი არის. ეს ტელეფონებიც საზღვრავს, მე ვიცი რომ ესე, ხო, ანუ იმ ქუჩაზე ესე იგი რაც მეტი ტელეფონი გადაადგილდება, ითქვა რომ რაც დაბალ ტემპში გადაადგილდება, იმის მიხედვით ანუ ის ხდება რომ ტროტუარზე გადაადგილება ვიღაც ფეხით არის თუ მანქანით არის, ანუ საცობია თუ რა არის, ანუ მაგის მიხედვით საზღვრავს განსაზღვრება და გადასცემს ინფორმაციას, მე შენ უბრალოდ გაქვს რომ ამ წითელი ზონა ნიშნავს რომ იქ ბევრი მობილური ერთდროულად მოგროვდა და ნაკადი მიდის. ერთხელ იმ ხელასაცობი იყო და ისე ნელა მომიწია სიარული რომ მე ამომიგ notification-ი რომ ეგონა რომ ფეხით ვიარე, ანუ ისე ნელა გავიარე მანქანით ტექნიკს და იქ სტატისტიკაში ფეხით სიარულად ჩამიწვა. ჩაგიწერა ხო? ნაბიჯების რაოდენობაში ჩაგიწერა. ხო, აი რაღაცა არ ვიცი, ადამიანის სიჩქარით გადავადგილდებოდი მთელი ის რაღაც 1 საათი თუ რაღაცა. ხო. ჩინურ მანქანებზეც მინდა კითხოთ, ამ ბოლო დროს ცოტა პოპულარული გახდა. უფრო და უფრო. და რაღაცა ჩვენთან სტერეოტიპი ამ თესობრივში არის ჩინურის მიმართ ადამიანის სანდოობა არ აქვს და თქვენ როგორი გამოცდილება გაქვთ? მე ძალიან ბევრ ტესტებს ვაკეთებ ამ ჩინური ავტომობილების და დამიგროვდა უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება. ვიტყვი რომ უკვე სხვა დონეზე გადავიდნენ, ანუ ჩინური ავტომობილები, ანუ ჩინური ავტომობილი და ჩინური სათამაშო უკვე ერთნაირი არ არის რა. ამის თქვა მინდა. დაიხვეწნენ ძალიან, ნუ ერთი რომ ჩინეთში ელექტრო ავტომობილები და ელექტრომოწყობილობები და ელექტროსატრანსპორტო საშუალებები ძალიან დიდ ისტორიას, გაცილებით გრძელ ისტორიას ფარავს ვიდრე ევროპა და ამერიკა. იმიტომ რომ იქ ელექტროტრანსპორტი იყო გაცილებით ადრე, ვიდრე ჩვენ დავიწყეთ რა. ნუ არ ვამბობ იმას რომ პირველი ავტომობილი 1908 წელს თუ რაღაც უკვე იყო ელექტროავტომობილი ევროპაში, რომელმაც ნუ პოპულარობა ვერ მოიპოვა, იმიტომ რომ ამ აკუმულატორების შეცვლების რაღაცები მაშინ არ იყო ესეთი ტიპის აკუმულატორები, რომ სწრაფად დაემუხტათ და ჩატეს ყოფილიყო და ასე შემდეგ, მაგ ეპოქას არ ვიზახი რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს ბოლო ეპოქა, ანუ ბოლო 30 წლეული, მოდი ესე ვთქვათ, ძალიან აქტიურად მუშაობდნენ ამ მიმართულებით და წინ არიან გაცილებით ვიდრე დანარჩენი მსოფლიო, იმიტომაც არის რომ თუნდაც აკუმულატორებს და რაღაც მოწყობილობებს და ბევრ მოწყობილობას იყენებენ წარჩინებული ბრენდებიც კი ჩინეთში დამზადებულს, იმიტომ რომ ნუ ისინი ამ მიმართულებით გაასწრეს ამ მიმართულებით ყველას და შენ შექმნა ქარხანა სადღაც შტატებში ან ევროპაში, ის რომელიც აწარმოებს იდენტურ აკუმულატორებს, მოდი ესე ვთქვათ, იქნება ძალიან ძვირი და ის მასალაც, რომელიც დაჭირა, ანუ რგოლის აწყობა იქნება ძალიან რთული და ძვირი. ამიტომ რა თქმა უნდა იყენებენ უმეტესად ჩინურს და ჩინელებიც თვითონვე აბსოლუტურად ყველას ესეთი მოწყობის ხალხი, ძალიან საინტერესო მოწყობის ხალხი და სახელმწიფო მიდგომაც ესეთია რა. აფინანსებენ აბსოლუტურად ყველა პროექტს, ყველა წამოწყებას, რასაც ჩინელი გაიფიქრებს და ბევრი ჩავარდნა აქვთ, მე მაქვს ურთიერთობა ჩინურ მხარესთანაც, ბევრი ჩავარდნა აქვთ რა თქმა უნდა, ბევრი წარუმატებელი პროექტია, მაგრამ ბევრიდან ერთი წარმატებული საკმარისია იმისთვის, რომ შემდეგ წინ გაიწიოს ამ ხაზმა და არ ერიდებენ არაფერს მოპარვასაც არ ერიდებიან, ანუ ბრენდების დიზაინი
დიზაინი იქნება ეს თუ ნებისმიერი გამოგონება რომელიც გამოდგება ევროპული თუ ამერიკული ანუ მეცნიერება თუ რამეს მიაგნებს ყველაფერს ესე უხეშად იღებენ და იყენებენ რატომაც არა ფიქრობენ რომ ეს ყველას ეკუთვნის თელესოფლს ეკუთვნის და მით უმეტეს მათაც ეკუთვნის ამიტომ ძალიან გაიზარდნენ და არა მარტო ელექტრომოწყობილობით, არამედ თვითონ სალონის მოწყობითაც კი, ანუ იყენებენ სუპერ თანამედროვე ქსოვილებს, რითაც აკეთებენ სალონს, ანუ ქსოვილების მიმართულებით პრინციპში ჩინეთისას წინ იყო, ანუ ქსოვილი თავიანთი შექმნილია ქსოვილების ბევრი მოდიფიკაცია და ხარისხიან დეტალებს აკეთებენ უკვე შიგნითაც, ანუ ძალიან გაიზარდნენ, თუმცა ჩინური ამბები მაინც რჩება მაგალითად შეიძლება რაღაცა პრიმიტიული რაღაც არ იყოს ნაფიქრი კომფორტის ელემენტი პრიმიტიული მაგალითად არ გააკეთონ აქცენტი რაღაცაზე რომ მოდურად გამოიყურებოდეს რაღაც ან მოდური იყოს თუნდაც რაღაცა ღილაკი ან რაღაც შეიძლება უდახვეწილესი იყოს ავტომობილი და რაღაცა იყოს შიგნით აი რაღაც ძალიან უბრალო რაღაც აი რა უნდა ან ფერები ქონდეს რაღაცა უნიჭო თუნდაც რაღაცა ეგეთი ანუ ეს რაღაცები არის მაგრამ თუ ამაზე ბევრ ხალხს ექნება რეაქცია, სასწრაფოდ ცდილობენ რომ ეს რაღაცას გამოს, ანუ სწრაფად იზრდებიან და იმდენად სწრაფად რომ ელექტროავტომობილები უკვე წამყვან ბრენდებს თუ არ უტოლდებიან არც ჩამორჩებიან. და ბევრ კომპონენტში აჯობნიან კიდევაც. ფასი, რადგან თვითონვე აწარმოებენ ამას რიგი ასეთი წინ წამოწეული რაღაც ავტომობილები რაც ყავთ, კიდე არ გინდა უძვირდებათ, ისე არ არის რომ იაფი იყოს, ანუ ძვირია, მაგრამ მაინც ვერ იხსენებ ხარ რა მანქანები. აი ახლა მანდ მივალ. ანუ მთელი ამბავი ისაა რომ სახელები ჩინური ავტომობილების რაზეც უწევთ მუშაობა და ეხლა უკვე მაგას მიადგებიან რომ ალბათ მიხვდებიან რომ ეგ არის მაგათი ძირითადი პრობლემა. ნუ დასავლეთისთვის არის პრობლემა ალბათ ახლა ჩიში არა მარტო დასავლეთისთვის, აბსოლუტურად ყველასთვის რა. მაგალითისთვის ვიტყვი რა, თუ მარტივი სახელი იქნება, ანუ ერთი სახელი და მარტივი სახელი მარტივად დამახსოვრებადი, ანუ მარკეტინგულად რო ავიღოთ ეგ ხო? და ნისანი რა ვიცი, ტოიოტა. ანუ რატო არ ქმევენ ესეთ სახელებს რა? იმიტომ არ ქმევენ ესეთ სახელებს, რომ იყოს რაღაცა განმარტება უნდა კონდეს და მარტივად აღსაქმელი იყოს და მარტივად დასამახსოვრებელი, ხო? ანუ ჩინურ ავტომობილების შემთხვევაში ხო SH29-5 რაღაცა რო ქვია ავტომობილს რა, ან რაღაც ესეთი გრძელი სახელი და რაღაც ბევრი ციფრების და მის კომბინაცია, ხო? არის ანუ რთულად დამახსოვრებადი, ანუ ბრენდების გაკაჩვა ამ მიმართულებით ძალიან ძნელია. ბრენდინგი არ აქვს ამიტომ უკვე წავიდნენ ამ მიმართულებითაც რა, მიხვდნენ რომ ეს მიმართულება ეს არის მუშაობდა და ანუ არის ესეთი თუნდაც ბრენდებს ავასახელებენ არსებობს ბრენდები რომელიც უკვე სახელზე მუშაობს რა. ანუ BYD მაგალითად არის ესეთი ბრენდი, რომელიც ფეხბურთის სპონსორიც კი იყო, ძალიან მსხვილი, რომელიც თავის აკუმულატორსაც აწარმოებს და რაღაც ბევრ რაღაცებს თავის აწარმოებს, რომელსაც აძლევს წამყვან ბრენდებს, მათ შორის Porsche-ებს და Tesla-ს ასე შემდეგ და არის რაღაცები, რასაც დახურული აქვს, ანუ თითის არ აკარბინებს არავის, იმიტომ რომ თავისია და ეს არის ის ფლაგმანი თავისი, რითაც ყიდის შემდეგ ამ ბრენდს და სახელიც უკვე ჩაამოკლეს. ახარ არის ის რაღაც კატასტროფა იყოს, მიხვდნენ რომ როგორც მინიმუმ თუ ჩინეთს თავი დავანებოთ, ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელია რაღაც ბევრი ციფრები და რაღაცების განმარტება. ამიტომაც არის რომ ჩვენთანაც ხო ნაკლებად ვიცნობთ რაღაცა ბრენდებს. ხო, ერთსაც ვერ გავიხსენებ. ეხლა რო თქვით გამახსენდა, მაგრამ ვერ გავიხსენებდი. ხო, და ნუ თუ კარგად პრაქტიკულად იმუშავებენ ამ მიმართულებით, ეს ჩვენ ცნობიერებაშიც გაჩნდება. ანუ არის ახლა როგორ არა, ახლა ID, Volkswagen-ი მაგალითად, რატომ არის რომ აიღეს Volkswagen-ი და Volkswagen-ი გამოიყენეს ჩინელებმა ანუ მათთან კონტრაქტი დადეს და Volkswagen-ს აწარმოებს, Toyota-ს აწარმოებს, ელექტროს რაღაცებს აწარმოებს, ანუ ბრენდებსაც აწარმოებენ უკვე თავიანთთან, იმიტომ რომ ჭირდებოდათ ხიდი, რომელი ხიდითაც უკვე თავის შიდა წარმოებასაც გარეთ გამოიტანდნენ რა. კი და თან გამოიტანდნენ გარეთ, რომ ჩინური ცუდი არ არის ამასთან ასოცირება რომ იყოს, ამიტომაც გამოიყენეს ეს ბრენდების სახელები, რომ შემდეგ თავიანთი შიდა ბრენდი, რომელიც არ იყო ესე ფართემასებისთვის ცნობილი, გახდეს ფამილიარული რა, ანუ ჩინური ცუდია, ეგ რო წაიშალოს რა. მუშაობენ და მიხედვით ძვირიანიც ყავთ, მაგრამ თქვათ გაცილებით ჩვეულებრივი ანუ ევროპულ
ბრენდებს აუწევს ფასში კონკურენციას. კი, რა თქმა უნდა, ანუ მთელი ჩინეთის მთელი ამბავი ის არის, რომ დგას იმაზე, რომ ფასი არ გაცილებით იაფი რა და ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდირება აქვთ მათ იმისთვის, რომ იყოს იაფი. აი ძალიან მარტივი მაგალითს გეტყვით, ანუ რომ დავანებოთ თავი მაგალითად ავტომობილებს, ხო? სანთებელა, რომელიც ჩვენთან 20 თეთრი ღირდა, ხო? აი ყოველთვის ფიქრობდი, როგორ შეიძლება 20 თეთრი ღირდეს. ანუ ვიღაცამ ის ნედლეული მოიპოვა, შემდეგ აწარმოვა რკინას, პლასმასის, ნახშირის, ზამბარაც, რა ვიცი, ყველაფერი გააკეთა, შემდეგ გაზიც ჩაასხა შიგნით, შემდეგ ეს ყველაფერი გამოიტანა, გამოაგზავნა, ტრანსპორტირება ჩამოიტანა აქ, ან მოგებაც ნახა, ეხეგეც გადაიხარა და რაღაცნაირად 20 თეთრად ყიდის, ხო და მოგებას ნახულობს. აი როგორ შეუძლებელი იყო ამის ყველაფრის, ხო ესე რომ შეუძლებელი. აღარ ღირს 20 თეთრი. რატო? ანუ ჩინეთმა რაც გააკეთა ქნაის, რომ მათ ჰქონდათ ძალიან დიდი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან წარმოების მიმართულებით. ანუ აწარმოე ყველაფერი იყო წარმოებაზე, თავიდან ბოლომდე გადასული, დანარჩენ მსოფლიოს დაუკარგა აზრი წარმოების, ანუ შენ ვერ გაუწევდი კონკურენციას, ანუ 20 თეთრიან სანთებელას ვერ გაუწევ კონკურენციას, შენ შეიძლება ძალიან მაგარი სანთებელა იყოს, მაგრამ მე მარტო იმისთვის ვჭირდება, რომ ერთხელ ავანთო რა, არ მჭირდება ეს სანთებელა იმის, რომ ვიღაცას ამის თავი მოვაწონო რა, ანუ არა აქ ეგ დანიშნულება ამ შემთხვევაში. ეგეთებიც არის, რა თქმა უნდა, ძვირიანი რაღაც ბრენდები რა. ამიტომ დაეკარგა ამას წარმოებას დანარჩენ მსოფლიოში აზრი, როგორც დაეკარგა წარმოების აზრი, ეს ქარხნები გადაკეთდა სხვა მიმართულებით ან საერთოდ გაქრა, შემდეგ ჩინელებმა გადაწყვეტეს, ხო, всё, მარტო ჩვენზე არის უკვე მომდგარი რა, ანუ აღარ არის, ანუ აღარ აქვთ მათ ქარხანა, ჩვენ შეგვიძლია ახლა ეს 20 თეთრს მაგრამ გავყიდოთ ლარად, ან 2 ლარად, ან ასე შემდეგ რა. რატომაც არა. ანუ ეს არის ჩემი აზრით სახელმწიფოებრივი სწორი მიდგომა რაღაც საკითხებთან. ანუ მანამდე ასაზრდოო ეს სანამ თავის თავს ბაზარი დაიკავეს თავიდან ბოლომდე და აი რა ღირს საშუალოდ მანქანა ცენტრიდან გამოიყო ჩინური. ჩვენთან სხვადასხვა ავტომობილები, ანუ სადღაც $800-დან კი იყიდი. მართლაც შეგიძლია ცენტრიდან მანქანა. კი, ახალ ავტომობილს არის ესეთები მინიატურული ავტომობილები, საშუალო სადღაც $15,000-დან უკვე იყიდი ისეთ სედანს, 4 კარი და ყველაფერი, ქალაქში გადაადგილება შეიძლება და 300 კილომეტრს რო გატარებს უკვე ერთი დამოხვდით, რაც სულაც არ არის ცუდი და არიან უკვე კომპანიები, რომლებსაც სერვისზე მუშაობას დაიწყეს რა. მაგალითად, ერთ-ერთი არის თქვა, ხო, არის ანუ imotorsi, ბელიაშვილზე, რომელთაც სერვისი გამართეს რა. ანუ მიხვდნენ, რომ მათ ავტომობილების გაყიდვა რთული ამბავია, თუ სერვისი არ აქვს, ანუ ყველას ისი გვეშინია, ახლა რომ ეს ჩინური ავტომობილი კი ვიყიდე, კი კაია, ელექტროაც ბევრს დადის, ცოტა სწავს ცოტა ანუ იაფი მიჯდება ისე, მაგრამ რო გავაფუჭო მე რა ვქნა, ვინ გამიკეთებს, ან სოფტს ვინ შეცვლის, ან ფარი რო გავტეხო, ვინ გამომისვლის, ან ასე შემდეგ რა, ანუ რთული ეგ მომენტი რთული. მარტო ელექტრომანქანებია თუ ბენზინიც საწვავზეც არის? კი არის საწვავზეც, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად მიმართულება მაინც ჩინური ავტომობილი, ესე იგი ელექტრო რა, ძირითადად მიმართულება მაინც ეს არის, რომ ელექტროს წინა. ფაქტია, რომ კიდე უფრო გაიზრდება რა, ისეთ ტემპი უჭირავთ, რომ კი, ამიტომ იცავს თავს ამერიკა ჩინური ავტომობილებისგან ძალიან იცავენ თავს ამ სტანდარტებს უწესებენ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად შევიდეს. ევროპაც იცავდა თავს, მაგრამ უკვე ნელ-ნელა შეზღუდვები მოიხსნა, იმიტომ რომ აწარმოა ევროპაში ელექტროავტომობილი არის ურთულესი და უძვირესი, ვერ უწევს კონკურენციას და ადრე თუ გვიან რაღაცა გზებით მაინც შემოაღწევს შენამდე, ამიტომ უბრალოდ დააწესეს სტანდარტები და ბევრი ჩინური ავტომობილი გადის სპეციალურ ტესტებს, მათ შორის crash tests და მხოლოდ ამის შემდეგ შედის ევროპაში და ამერიკა უფრო მეტად იცავს თავს, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ თავის Tesla ყავთ და უნდათ რომ თავისი იყოს, და რატომაც არა, როცა გაქვს ესეთი მძლავრი წარმოება, რატო არ დაიცავს შენს წარმოებას, სწორი მიდგომაა ესეც რა, ნუ ყოველთვის დაიცავდე შენსას. ხო, გასაგებია. მანამდე მინდოდა ერთ შეკითხვაც გამომჩა, საზღვარგარეთ სად გიტარებიათ მანქანა? საქართველოს გარეთ. არა დასავლურ ქვეყანაში გიტარებია? ვერ ვიტყვი აბსოლუტურად ყველგან მეთქი რა, მაგრამ ალბათ სოფლიოს ყველაზე ცუდი ჩვენზე ცუდად სადატარებენ. სადატარებენ ეგვიპტეში. მე არ მინახავს მსგავსი, არის ბანგლადეში და მსგავსი ქვეყნები რა. მე ირანში ვარ ნამყოფი, არ მიტარებია, მაგრამ ჩემი თვალით რაც უყურებდი, არ ვიცი, მან როგორ უნდა ატარო მანქანას. ხო, მაგრამ ჩვენი ავტობუსი ადამიანს დაეჯახა. და გააგრძელა, სადაც შეუჩერებია.
ირანი არ მოგტარი ეს ადამიანი, მაგრამ დაარტყა რა, გააგზავნა გზა. ირანი კიდე ესე ცუდი არ არის. ანუ ყველაზე ცუდი ბანგლადეში, ანუ ბანგლადეშის უარეს არ არსებობს რა, მაგრამ ბანგლადეში ნამყოფი არ ვარ, არ მეტარებია, უბრალოდ ვიდეოები მაქვს დანახი და ვიცი. მაგრამ სადაც ყოფილვარ და სადაც უშუალოდ მინახავს ეს არის ყველაზე ხო ეგვიპტე, მთლიანად ეგვიპტეში, მარტო კაიროში არა. ანუ არის კატასტროფა რა. და ყველა აბსოლუტურად ყველა ავტომობილი არის დახაზული და დაზიანებული. ყველა შემთხვევაში გამორიცხულია, იმიტომ რომ როცა საცობია, არავის არ ერიდება, ანუ მიარტყა მოარტყა ჩაოლებრივი ამბავია, ანუ საყვირს მისცემს ნიშანს რა რაკენი, შერაკენი და ერთმანეთს გალანძღავენ და აგზელებენ გზას. ანუ არ ვიცი საერთოდ რა აზრი აქვს ახალ ავტომობილის ყიდვას, მაგრამ ნუ ესეთი დინამიკა რა. კარგი და ბოლოს თქვენ ხართ მოჭიდავეც ყოფილი სამბო, ხო თუ არ ვწდები? კი, სამბოს თოში და მე რაბდოაშვილის ბრძოლას თუ უყურეთ? კი, რა თქმა უნდა. მე როგორ მოგეწონათ? ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი სამყარო და მე თვითონაც ეს ხაზგასმა გააკეთა ბოლოს, რომ ყველა ჩემს წინააღმდეგი იყო. მე გავიგე რატო, იმიტომ რომ ალბათ UFC ანიჭებდა იმას უპირატესობას თვითონ რაღაც პიარი აუგორეს ესეთი, თორემ ვერ ხვდებოდი რანაირად ან ტოტალიზატორებსა თუ ეგონათ ის ფავორიტი. ხო, ანუ ნახეთ როგორ რაღაცა. ხო, ჩემსაც კითხვა იყო ეს, რომ როგორ შეიძლება რომ მოქმედი ჩემპიონი არ იყოს ფავორიტი. თან ასეთი ჩემპიონი. ხო, არა ასეთი გზით გაიარა. კი, ანუ ესეთი ხო, ესეთი ისე არ იყო, ანუ ციდან არ დაეცა მას რა, ესეთი გზელი გზა გაიარა ჩემპიონობისთვის. მაგრამ ალბათ ყველაფერი მაინც შეფუთვაზეა. შეიძლება ვიღაცას იგივე UFC-ს ძალიან აწყობდა რომ ესე ყოფილიყო, ანუ ესე შეფუთათ რომ აი ის რაღაც გამბუშთა ვარსკვლავი, რომელიც ეხლა სასწაულს მოახდენს რა. და დადრგუნეს ძალიან მერაბი რა. თან ახლა გინდა არ გინდა სოციალური ქსელი ხო ირგვლივ ეს ყველაფერი მუშაობს, ან ეს ციფრებიც, რასაც ხედავ იგივე ტოტალიზატორებს რაღაცები, ანუ მუშაობს რა. და ძალიან ძნელი იყო იმის გადალახვა, იმ ბარიერის გადალახვა, რაც მერაბმა გადალახა. და ეს თავიდან იკითხებოდა პირველ ნაწილში, როცა დაიწყო ბრძოლა, იკითხებოდა თავის ძირითად ილეთს, რასაც იყენებს შევარდნას და ძირს დაგდებას, ერიდებოდა, იმიტომ რომ მეორე მხარესაც, ანუ ისიც ყოფილი მოჭიდავეა, ხო და თან სხვაშორ სამბისტია, ის ანუ ის იგივე ზედაკარგო. დაღესტანში პოპულარულია, ხო, სამბო? კი. ზოგადად ხო სამბოს კი, ანუ სამბო ზოგადად სამბო მე თუ სამბისტი ვიყავი არის მე ესე დავარქვი ამას რომ ყველაზე ძაღლი ჭიდაობებში, იმიტომ რომ ყველაფერი მოსულა. ანუ ესე არის სამბო მოწყობილი. სამბო რუსებმა მოწყობილი, როგორ იშიფრება? სამააბარონა ბეზარუჟია. ანუ ესე იშიფრება პირდაპირ, ანუ თვით დაცვა იარაღის გარეშე რა. შეიძლება რომ გავიგე რაღაც ძველი ის მეგონა, როგორც ძიუდო და რაღაც ეგეთის. არა, რუსულია, ნუ სამწუხაროდ რუსული სპორტით დაკავება მომიწია, იმიტომ რომ ნუ ძიუდოისტი ვიყავი თავიდან, მაგრამ იმიტომ რომ პატარა ვიყავი წონაში და ძიუდოში უკვე დიდებში 60 კილოდან იწყება ჭიდაობა და მე 52 კილოში ჭიდაობდი, ანუ ევროპის ჩემპიონი ვარ და 52 კილოში გავხდი. და ან პირველი მათ შორის საქართველოს დამოუკიდებელი რო გახდა, პირველი ოქროს medali ჩვენ სამისევ მოვიპოვეთ და ანუ პირველი ოქროს medali არის ჩემი მოპოვებული საქართველოსთვის, რაც ძალიან მიხარია რა თქმა უნდა. და მაგრამ ნუ სახეობა არის რუსული სამწუხაროდ ძალიან რთული სახეობა და ამიტომ რთული იყო, ამიტომაც იყო ალბათ რა ფსონებიც კიდე დანარჩენი ხალხის რომ დაბლა არ გაუჭირდებოდა წესით მას მერაბთან პაეკრობა და ამიტომაც იყო მერაბიც ერიდებოდა, ანუ ესე დაიწყო ბრძოლა რომ მოსინჯვა იყო პირველი ნახევარი, პირველი რაუნდის იყო თავიდან ბოლომდე მოსინჯვა. მე პირადად რა შეგრძნებას მქონდა რა ესეთი სოფიანივით გულშემატკივრობდი, მაგრამ გულშემატკივრობდი, ანუ არავისთვის ალბათ ესეთი არ მიგულშემატკივრია, იმიტომ რომ პრესტიჟის ამბავი იყო ყველაფერს დანარჩენს თავი დავანებოთ, რომ რას ქვია ვიღაცა გამოჩნდა და ამდენი ნაწვალები ერთიანად წყალში ჩაყარა, ანუ გამორიცხული ეს და მინდოდა რომ როგორღაც პირველი ორი რაუნდისთვის გაეძლო, იმიტომ რომ შემთხვევითობა არ ყოფილიყო, განაის რომ მერაბს არ უნდაობდი. ხო, შემთხვევითობას, ანუ იღბალსა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ცხოვრებაში.
მით უმეტეს სპორტის სხვადასხვა სახეობებში და მით უმეტეს ესეც სპორტში რა, ანუ ერთი გატარებული დარტყმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს რა. მთავარი იყო რომ პირველი ორი რაუნდისთვის გაეძლო, შემდეგ ორი რაუნდის შემდეგ რომ ითამაშებდა მასთან ეს ზუსტად ვიცოდი აბსოლუტურად და ეს პატარა ბავშვით დავხვდოდი რომ საუყურებდი, ანუ ამის შემდეგ რაუნდებს ხო შემდეგ რაუნდებს და მაგრამ მინდოდა რომ დაენოკაუტებინა რა. იმიტომ რომ პირიქით რაც ეგონა ყველას პირიქით მოხდებოდა, მინდოდა რომ დაენოკაუტებინა და ის რომ ის როცა ძალიან დაღლილი იყო ხო მინდოდა რომ მეთქი რატო არ მიდის და რატო არ ურტყავს ეხლა ეგ მომენტია მეთქი რომ დააძინე მეთქი დააგდე ესე აი ესეთი UFC-ის ყველა დროს რეკორდი დაამყარა მაგ ბრძოლაში გდებებში ესეთი ხო და თან მაგომედობრამდე რომ მიხვდა უკვე რომ და მე უსმენდი მათ შორის იქ მწვრთნელიც რას ეუბნებოდა და თავდაჯერებულობისთვის ძალიან ჭირდებოდა ეს რა ეუბნებოდა რომ ანუ შენი ილეთი გააკეთე ანუ დააგდე რა ერიდებოდა მერაბი დაგდება ახლა როგორც მოჭიდავე ამას ყველაფერს ხედავ და ხვდებოდი რა იმიტომ რომ არ ქონდა ბოლომდე თავის იმედი იმაში რომ ან დაგდებაზე იქნებოდა ამ დაჩაგრავდა რა ამ მიმართულებაში იმიტომ რომ ნუ რადგან ის მოჭიდავე იყო რა მაგრამ წვერი დაჟინებით ითხოვდა რომ მიდი შენია ანუ შენი ილეთი გააკეთე დააგდე და ერთი როგორც კი ერთი წაუვიდა მე მივხვდა რომ ხო თურმე არც ისეთი კედელია ის როგორც აქამდე აჩვენებდა თავს და ბოლოს საკუთარ ბავშვი გამიარა რაღაც მომენტი იყო ზურგიდან ეჭიდავებოდა ის ზურგი ქონდა ყოლა და ხელი გაშალა ეს ვერაფერს ვერ მიშვებაო და აი მან ცოტა მომეშვა ქვენერი ხო არა უკვე ნუ ეხლა როგორც მოჭიდავე უკვე ანუ ეს გარდატეხის მომენტი უკვე როგორც კი დადგა ეს გარდატეხის მომენტი უკვე ზუსტად ვიცოდი რომ იმას არც იმის ძალა ქონდა იმის დარტყმას არ ეკნებოდა იმდენი ძალა რაც მერაბს უკვე ამას დაუზიანებდა რა თავიდან სანამ ზალა ქონდა ვერ გამოიყენა და მერაბის ამტანობაზე უკვე ლეგენდები დადის ანუ ჩვეულებრივი რკინის არის არაფერი არ მოძის როგორ შეიძლება რომ ეს ადამიანი გათიშო არ ვიცი და თუ ამ ადამიანს ვერ გათიშავ მე მის გამძლეობას როგორ დაუდგები ეგეც გამორიცხული იმიტომ რომ ჭიდაობაშიც ახლა რა პირველი ანუ მთელი ჭიდაობა რაც მიმდინარეობს 5 თუ 6 წუთი გააჩნია ხოლმე შეხვედრას ხო ჭიდაობის ბოლოს აბსოლუტურად დაღლილია სპორტსმენი ანუ გამორიცხული არა აბსოლუტურად დაღლილია და ხელებსაც კი ვერ გზნობ რა და ანუ ამდენი რაუნდის გაძლება ანუ ორი რაუნდი ნიშნავს რომ აი მოჭიდავეც ახლა რა მეც ვერ გავუძლებს ვერავინ და ის უკვე ორი რაუნდის მერე მოდის ფორმაში და მერე იწყებს ქვევით მიდიხარ და ბრძოლას რაც ნუ თავისი ჯოკერია და რატომაც არა ამას ძალიან წარმატებულად იყენებს და მინდა რომ წარმატებებს რომას თქვენი მეშვეობითაც ხო და კიდე თან მე თქვა რომ კიდე ორჯერ აპირებს ბრძოლას თუ არ ვწდები ამ წელს კიდე კამრის დაცვას ხო და თან მანდა იყო კიდე მაგომედოვ მანამდე ინტერვიუში ამბობდა რომ ეს შონომალის რომ მოუგო ძალიან ადვილად აგდებდაო და ეს რაღაც მაგის ჭიდაობა ის არის იმან ჭიდაობა არ იცისო და მაგითო წააგო და იმას 6 გდება გავუკეთე და ამას 7 ვინც ამბობდა რომ მე ჭიდაობით მოუგებ მოგე ძალიან მაგარ სტილში მოიგო ერთია როგორ მოიგებ და მეორეა ერთია რომ მოიგებ და მეორე როგორ მოიგებ რა რაც დარჩება ისტორიას კი ძალიან ამაყი ვარ რაც ნახე იმითი რა კარგი მადლობა ჩვენთან რომ იყავით დრო რო დაგვითმეთ ძალიან რთული თემაა ისე დაუბრუნდეთ ტარებას და იმედია თანდათან რაღაცა გამოსწორდება სიტუაცია რა აი ხო შეადაროთ 15-20 წლის წინანდელ სიტუაციას მართვის მხრივ აქ წინსვლა ძღოლებზე ვლაპარაკობ ჩვენ ქართულ ძღოლებს უკეთესად ვატარებთ მანქანას თუ უფრო მეტი არა უკეთ არ ვატარებთ სამწუხაროდ უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს და ეს თანამედროვე ავტომობილები უფრო მეტი სუფლებას გვაძლევს მოდი ესე ვთქვათ თუმცა ამ მეტი სუფლებას გვაძლევს ძალიან ხშირად ძალიან ცუდად ვიყენებთ იმიტომ რომ ყველაფერს და მიუხედავად მაინც არ გვიმცირდება ფატალობა საგზაო შემთხვევების დროს რაც ნუ ძალიან ცუდი მაჩვენებელია. ეს რეგიონებში ალბათ ხო? არა მარტო რეგიონებში არა. კი, ანუ საგზაო შემთხვევები და ფატალობა დასასრული საგზაო შემთხვევების არის ძალიან მაღალი რა. რაც თან ამ დაცულ ავტომობილებში ახლა ეს ხო აღარ არის უკვე ლადას ეპოქა რა, რომ იქ დაუცველი იყო აბსოლუტურად რა. ამ დაცულ ავტომობილებში მაინც მაღალი გვაქვს ფატალობა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავ დღესვე
თუ არის საშუალება, დიდი ხნის უნდა დაგვიწყო, მაგრამ დღესვე უნდა დავიწყოთ. მთელი სახელმწიფო უნდა იყოს გადართული იმაზე, რომ როგორმე ეს რაღაცები არ ანუ სწავლება ბაღებში, სკოლებში, შემდეგ მართვის შემსწავლებელი სკოლებში, ასე შემდეგ, ანუ სტანდარტები და სწავლება. ანუ სწავლების დონე უნდა იყოს მაღალი. სოდნის დონე უნდა იყოს მაღალი, იმიტომ ჩვენი შეგნება დგას ჩვენ სოდნაზე. თუ არ გვაქვს სოდნა, ხო როგორ უნდა გქონდეს შესაბამისი შეგნება, ხო? ანუ ძალიან ხშირად ამბობს ხოლმე ერთი ნაწილი მძღოლების, რომ აი ეს ვიღაცა ცუდად რო იქცევა, შეუგნებელია. იმას უბრალოდ რას დაეყდნოს. ანუ იმის სოდნა მეტი საშუალებას არ იძლევა რა. იმ თავის სოდნის ფარგლებში იქცევა ისე, რაც უნახავს მის ყოველდღიურობაში, იმის მიხედვით იქცევა. ამიტომ ცოდნა. ეს ცოდნა უნდა მოვიდეს ყველა მხრიდან რა, თქვენი მხრიდან, ტელევიზიების მხრიდან, სახელმწიფოსგან, ყველა მხრიდან უნდა მოდიოდეს ცოდნის უდიდესი ნაკადი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე საფრთხის შემცველი საქმე. მე არ მომივა არ არსებობს რა, აბსოლუტურად ყველა შეიძლება დაემართოს, ამიტომ რაც შეიძლება მეტი ჩვენთან გქონდეს ამის სურვილი, რომ მეტი ცოდნა შევიძინოთ ჩვენ, მეტი ცოდნა გავაზიაროთ სხვასთანაც, იმიტომ რომ ის ერთი შემთხვევა შეიძლება იყოს ბოლო შემთხვევა. კი, გეთანხმებით, ვერაფერს აღარ დავამატებ. აბსოლუტურად ამომწურავი იყო, ისიც მეც მინდოდა და მადლობა კიდევ ერთხელ და ჩვენ მსმენელებს ერთი კვირით მშვიდობებით. მადლობა.